აზრი არა აქვს შენ როგორი გოგო ხარ სულ ერთი რო გეშლება ყველა მზად არის გვერდზე გაქციოს მე ჩემ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე წინ უნდა დავაყენო ოჯახის კოლექტიური გადაწყვეტილება თუ ეს აზრები თქვენში ძალიან დომინირებს და შესაბამისად თქვენს არჩევანს მოკლედ ბლოკავს ეს ნიშნავს რომ თქვენ პრობლემა გაქვთ ძალიან მომეწონა ცუდი გოგოს როლი რა იმიტომ რომ ცუდი გოგოს როლი მივხვდი რომ ვეღარ გამომიყენებდი დილით რო ვიღვიძებდი ანუ წვებოდი ჩემ თავში იმის ფიქრი რომ აი მან რა თქვა ეს არც მახსოვს ბოლოს როდის იყო ძალიან მარტივი ყოფილა თუ შენ იტყვი რომ რა ვქნა ვარ აი ეს მე მეტი არ შემიძლია მე მჭირდება ჩემი თავის გაგება შენი გონება ხდება შენი მტერიც და შეიძლება მოგიტანოს სრული თავისუფლებაც რა თავარია შენ რაზე ხარ წამსვლელი ამ თავისუფლების გამო თავისუფლებაც და ოქროს გალია ერთად არ არის იმ მომენტში ვხვდები რომ ამაზე მაგარი ცხოვრებაში არაფერი არის რა მიღწევა რა კარიერა მე რომ გავიცანი ჩემი თავი მე მარტო ნონა მოაზროვნე კი არ დავინახე მე ნონა არარაობაც დავინახე ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი ეს არის ადამიანი რომელიც იმ მოცემული ცხოვრებით რაც მას აბადია რისი თავით მაგას აქვს იმას გადის თუ არ მიიღებთ თქვენ შულს ისეთ როგორებიც არიან თქვენ უბრალოდ ვერაფერს ვერ გაიგებთ მასზე საერთოდ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Nini Talks podcast. ეს არის ადგილი, სადაც დახვდებათ საუბრები განათლებაზე, ფსიქოლოგიასა და ცვლილებებზე. მე კი მისი ავტორი ნინი გახლავართ. დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებთ ერთ-ერთ საინტერესო ფსიქოლოგიურ ფენომენზე. ალბათ ყველას გქონია ცხოვრებაში მომენტი, როცა არა უნდა გვეთქვა, მაგრამ მაინც კი ვთქვით. არა იმიტომ, რომ ესე გვინდოდა, არამედ თავი უხერხულად ვიგრძენით. რატომ გვიჭირს ზოგადად საკუთარი სივრცის დაცვა? რატომ გონია, რომ ამით ცუდი ადამიანები გამოჩნდებით? სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩემს ძვირფას სტუმართან ერთად. თუმცა სანამ სტუმარს წარგიდგენდეთ უნდა მოგახსენოთ, რომ Nini Talks podcast-ის გენერალური მხარდამჭერი გახდა ალტე უნივერსიტეტი. ალტე უნივერსიტეტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საერთაშორისო უნივერსიტეტი არის, რომელიც აერთიანებს 4 სკოლას და 10-ზე მეტ პროგრამას. ალტე ქმნის უნივერსალურ და უნიკალურ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს სტუდენტებისათვის. აქ ყოველი დღე ახალი შესაძლებლობა არის, რათა მიწვდე ახალ სიმაღლეებს. ჩემი დღევანდელი პოდკასტის სტუმარი კი გახლავთ ფსიქოლოგი ნონა ხიდაშელი. ნონა, ძალიან დიდი მადლობა, რომ დამით დრო და მეწვიეთ დღეს პოდკასტში. გამარჯობათ. დიდი იმედი მაქვს, რომ საინტერესო საუბრები შედგება და ჩვენი მსმენელისთვის თუ მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ. მოდი ზოგადი შესავლით დავიწყოთ. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბოლო წლები არის ჩვენ ხშირად გვესმის სიტყვები პირადი სივრცე, პირადი საზღვრები და დეფინიცია რომ გავუკეთოთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილისთვის პირადი საზღვრები რაღაც მომენტში მაინც ნეგატიურ კონტექსტში არის განხილული, თითქოს საყვარელი ადამიანებისგან დისტანცირებას გულისხმობს და რომ განმარტოთ ზოგადად რა არის პირადი საზღვრები რა ტიპის პირადი საზღვრები არსებობს და რატომ არის ზოგადად საზღვრები ჩვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი? საინტერესოა რატო აღიქმება საზოგადოებისგან ნეგატიურად ხო ეს არის უფრო საინტერესო თითქოს არაფერი ახლა რთული იმაში და გაუგებარი რომ ადამიანი ეს არის ცალკე ინდივიდუალური ცნობიერება გასაგებია რომ ის ვიღაცის შვილია ვიღაცის ძმა ვიღაცის მეზობელია მაგრამ ის გადის რაღაც გზას მას აქვს თავისი პირადი მოთხოვნილებები პირადი რაღაცა ფიქრები განვითარების გზა და ამ გზაზე რომ ადამიანს უნდა იყოს დაცული დამოუკიდებელი პირადი საზღვარი ნიშნავს ძირითადად ადამიანს არ შეუშალო ხელი იმ განვითარების გზაზე, იმ მის გზაზე, რომელზეც მიდის. და შესაბამისად ეს გზა მოიაზრებს დროს, გარკვეულ რესურსს, რაღაცა პერიოდი ადამიანს ჭირდება თავის თავთან, რაღაცა პერიოდი სხვასთან, მერე სხვასთან და ადამიანს პრაქტიკულად თითქოს ნორმალურია რომ არჩევანი აქვს ვისთან ივახშმოს, ვისთან ისადილოს, რამდენი დრო გაატაროს მარტო და ეს არ ნიშნავს, რომ ერთი უყვარს, მეორე არ უყვარს ან რაღაც. ჩვენ გვაქვს ძალიან კიდე აი აქედან ჩანს როგორი შეზღუდულია ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი ხედვა ზოგადად სამყაროსთან, რომ რაღაცა მოთხოვნა გვაქვს შაბლონური, რომ შენ თუ ხარ ჩემი მეგობარი, უნდა მოიქცე ესე. შენ თუ ხარ ჩემი შვილი, უნდა მოიქცე ესე, ასე რომ საკითხს ესე დავაყენებ, რომ მოდი აი შაბლონებიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ პირადი სივრცე თუ რამეა ნორმა ეს არის პირადი სივრცე, ანუ ადამიანის ინდივიდუალური განვითარების გზა, რომელიც ხშირად გულისხმობს მარტოობასაც ასე და რაღაცა საათები დაუთმო იმას, რაც შენ გინდა. მაგრამ რატოა ეს მეორე ადამიანისთვის ესეთი გასაღიზიანებელი? ეს აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენ ზოგადად პრობლემის ძიება, იმიტომ რომ
ესე იგი როგორი ეგოისტური და მომხმარებელი ადამიანის გონება და ის ამას ფუთავს სიყვარულით, ნათესაობით, მეგობრობით იმას, რომ თუ თვითონ მისი სურვილი როცა მაშინ არ შეიძლება ის ადამიანი უარს ამბობდეს და მაშინ ხო უნდა დააფიქრდე რომ მე რომ მინდა შენთან ყოფნა ეს ხო არ არის საკმარისი იმისთვის რომ იმ წუთას შენს გქონდეს მაგის მზაობა პრაქტიკულად რის გამოც ნეგატიური გამოვლინება აქ პირად სივრცეს ეს არის ადამიანის ეგოისტური მომხმარებლური ბუნება რომელი ბუნების არსებობაზეც ყველა საუბრობს ზოგადად მაგრამ რომ ეს ბუნება მასში არსებობს თითქოს ამას ყველა აიგნორებს ასე რომ პირადი სივრცე და პირადი საზღვარი ეს არის თქვენი ინდივიდუალური განვითარების გზა სულ ერთია ეს მოიცავს პირად ცხოვრებას განათლებას უბრალოდ რაღაცა სამყაროსთან კავშირს და ამ გზაზე რა თქმა უნდა თქვენ ამით მიდიხართ საკუთარ სიმშვიდესთან ასე რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ანუ მე როგორც მივხვდი, პირადი საზღვრები ეს არის ერთგვარი უხილავი ღობე, რასაც ჩვენ ვქმნით გარემოსთან კომუნიკაციის პროცესში და ის შეზღუდვები, რასაც ვაწესებთ და რატომღაც თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ეს საზოგადოებაში აღქმული არის როგორც ეგოიზმად და ძალიან ისე ვთქვათ, ნეგატიური დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით, როცა რეალურად, როდესაც გვაქვს პირადი საზღვრები, უფრო ჯანსაღი კომუნიკაცია გვაქვს საკუთარ თავთანაც და სხვებთან მიმართებითაც. როგორ მიხვდეს ადამიანი, აი გვისმენს ახლა ჩვენი მსმენელი თუ მაყურებელი, როგორ მიხვდეს რომ მას ცხოვრებაში აქვს პირადი საზღვრების ნაკლებობა და პრობლემა აქვს ამ კუთხით. რა არის ის ასე ვთქვათ ნიშნები? პირველი ნიშანი ის არის რომ ვერ ცხოვრობ იმ შენი გადაწყვეტილებებით, შენი არჩევანით, რომელიც გინდა, ანუ მუდამ თავში გიტრიალებს რაღაც ახლა მე ამას გავაკეთებ, მაგრამ მე უცებ შემორბის აზრი რომ ვაი მე ხა ის რა სიტყვის, იმას რა ეწყინება, ის ქუხერხული ხო არ იქნება თუ ეს აზრები თქვენში ძალიან დომინირებს და შესაბამისად თქვენს არჩევანს მოკლედ ბლოკავს ეს ნიშნავს რომ თქვენ პრობლემა გაქვთ იმიტომ რომ ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ ცხოვრების აზრი რა არის არ ვიცით და მილიონი წელი რო ვიფიქროთ ვერ გავიგებთ მაგრამ ის რომ ადამიანი უნდა განვითარდეს და თავის თავთან დარჩეს თუნდაც იმიტომ რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი იყოს და შეძლოს იმ გამოწვევებთან გამკლავება რაც არის ცხოვრებაში ამისთვის აუცილებელია შენი ინდივიდუალური გზის პოვნა ანუ შენს თავთან დარჩენა ფიქრები შენი წიგნები შენი გადაწყვეტილებები დაკვირვებები და ასე შემდეგ და შესაბამისად თუ შენ ამ ყველაფერს ვერ აკეთებ, იმიტომ რომ მუდმივად შენი გონება გეუბნება, რომ უხერხულია, ეს კონფლიქტს გამოიწვევს, ეს ნიშნავს, რომ შენ სერიოზული პრობლემა გაქვს ამ ხაზების. ხაზების პრობლემა ნიშნავს, შენ სერიოზული პრობლემა გაქვს შენს ნებელობასთან. აქ არის ნებელობის აქტის სერიოზული დეფიციტი. კი ბატონო. და ნამდვილად სწორად აღნიშნეთ, რომ ალბათ პირველ რიგში კონფლიქტებს გაურბივართ, თუმცა თუ ჩვენ ერთ კის ან არა შეუძლია კონფლიქტის გამოწვევა, ჩემი აზრით ეს გულისხმობს, რომ კონფლიქტი ისედაც არსებობდა, უბრალოდ რაღაცნაირად მივიყვანეთ საბოლოო ეტაპამდე და არ უნდა გავექცეთ ამ შემთხვევაში კონფლიქტებს. კეთილი, რადგან პირად საზღვრებზე ვსაუბრობთ, ისევე როგორც ყველა რაღაც ფსიქოლოგიური ფენომენი ჩვენს გონებაში და ქვეცნობიერში, რა თქმა უნდა, სათავეს იღებს ბავშვობიდან. იმიტომ რომ ბავშვობა არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც გვიყალიბდება დამოკიდებულებები, ღირებულებები და ძალიან ისეთი მოწყვლადი ვართ ხო ყველაფრის მიმართ შეიძლება დიდობაში და მოზრდილობაში რაღაცები ავისხლიტოთ და რეფლექსია გავუკეთოთ მაგრამ თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუშიც ახსენებთ რომ ბავშვობაში არ შეგვწევს იმის ძალა რომ რაღაცები ავირიდოთ და არ ვიცით ეს როგორ დაილექება ჩვენს გონებაში და აზროვნებაში და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ბავშვობის პერიოდს და ვისაუბროთ ზოგადად ბავშვობასთან მიმართებაში აღზრდას რა როლი აქვს ამ კუთხით და ოჯახის ფენომენს რო შევეხოთ როგორ შეგვიძლია განმარტოთ ქართული ოჯახის ფენომენი ფსიქოლოგიურად და რით შეიძლება განსხვავდებოდეს ის სხვა დასავლური კულტურის ფენომენით. ჩემ აზრს გეტყვით ქართული ოჯახის ფენომენი ეს არის უპირველესად ბავშვის როგორც პიროვნების იგნორი. ეხლა თითქოს ანცილობენ ეს მშობლები რომ იცი რა ბავშვის სივრცეს არ დარღვევა მაგრამ ბავშვის სივრცის არ დარღვევა ეს კი არ არის რომ შენ ისწავლო რომ ოთახის კარი არ შეუღო და არ შეუნგრიო და რაღაცა რაც მაგალითად ჩვენ ბავშვობაში საერთოდ არ იყოს გათვალისწინებული ხო ნუ რაღაც ეგეთი მომენტი მაცხოვრებელი იყავი სახლის სადაც ყველას უფლება ქონდა პირველ რიგში ბავშვის ბუნებრივი განვითარების გზის პატივისცემა. ანუ
შენ ნახე დღევანდელი მშობლების პრობლემა რა არის? მათ აძლევენ დღეს თქოს ოთახებს უკეთებენ, ყიდულობენ იმას ამას ბავშვის კონდეს, მაგრამ არ აძლევენ დამოუკიდებლად განვითარების საშუალებას. ანუ მაინც ბავშვმა იმ ჩარჩოთი უნდა გაიაროს განვითარების ეტაპები, რაც მშობელს შაბლონურად აქვს გონებაში და ქართული ოჯახი არის ეს სულის მახსენდება, რა ქვია, თოჯინები იცინიან. აი, კონსერვატორიაში რო ტენიან ამბიშ და რო არ უნდა ეს კონსერვატორია მასე დარჩა. ესეც პირადი სიზუსტე. მასე დარჩა. რა თქმა უნდა, მასე დარჩა, იმიტომ რომ მე манипуляция ვაიმე გული და რაღაც ხო? ეს დარჩა, იმიტომ რომ შენ როგორც თვლი რა არის კარგი, მე გეტყვიან როგორ მე არ ვიცი დედა, ამ რომ შენმა შვილმა ხა ამაზე უნდა ეროს, ამაზე ხლა ეს უნდა ისწავლოს, ხა დაამთავრა სკოლა, აუცილებლად უნდა ჩააბაროს, თან ამაზე უნდა ჩააბაროს და ბავშვი რომელსაც ჭირდება ეს რაღაცა დრო დაფიქრდეს რა უნდა საერთოდ უნდა თუ არა რამე, იქნებ საერთოდ არ უნდა ჯერ სწავლა, იქნებ ჯერ რაღაცის გარკვევა უნდა, ან ერთი წელის საერთოდ უსაქმურობა უნდა, ან უბრალოდ სადღაც მუშაობა უნდა, აი ეს ამის იგნორია ხვდები? ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან არ არსებობს პიროვნული პატივისცემა, იმიტომ რომ მშობლები არიან თვითონ იმდენად განპირობებულები, შეშინებულები ამ საზოგადოებრივი აზრით, რომ ის მას ყველაფრის ცხვენია, ის სულ შეჯიბრშია, რომ რას ქვია მისმა შვილმა ვერ შეძლოს ის, რაცაც აკეთებს სხვა, ეს სხვაც არის პატარა შაბლონში გამომწყდეული რაღაც, აი დღის წესრიგი 1 2 3, დიდი მასშტაბები არ არის, ერთი სცენარია ყველგან და პრაქტიკულად ბავშვზე წნეხი მიდის და შიში და ეს ბავშვთან რომ მიდის ეს დიალოგი რო აბა არ უნდა ისწავლო, აბა ესე უნდა დარჩი, აბა იმან გაჯობა, აბა ისიქ დადის, აბა შენ ვერ დადიხარ, აბა ეს როგორ ჩამორჩი, როგორ ვერ გააკეთე, იმან რო გააკეთე, რომ ბავშვის ფსიქიკა კი ვერ აღერხებს აი სიმშვიდეში განვითარებას, იწყებს მომენტალურად შეკუმშვას, რომ თუ ეს ვერ მოასწრო და ვერ შეძლო, ის არის ცუდი შვილი. არა მარტო ცუდი შვილი, ის არის ცუდი მოქალაქე და როდესაც შენ ესე სახში სულ მუდმივად გელაპარაკებიან, ეს ავტორიტეტები, რომლებიც შემდეგ შენს თავში ჩნდებიან და ადგილს იკავებენ, მე ეს ავტორიტეტი ხდება კოლექტიური, ის უკვე სოციუმის სახეს იღებს და მე რო გაიზრდები შენ და ბავშვია კი აღარ ხარ, მაგრამ რაღაცას აკეთებ და მთელი ცხოვრება ეს კოლექტიური ავტორიტეტები გეუბნებიან, როგორ შენ ეს ვერ შეძელი, როგორ შენ ეხლა ეს არ უნდა ქნა, ეხლა ეს უნდა ქნა. ხო ისწავლე, ეხლა როგორ ნორმალური სამსახური არ უნდა ნახო, ეხლა შვილი არ უნდა გააჩინო, ეხლა არ უნდა გათხოვდე, ხცოლი არ უნდა მოიყვანო და პრაქტიკულად აი ამ რა გითხრა რა, ამ ვიწრო დაპატარავებული სამყარო საერთოდ არ ფართოვდება რა, იბადება ადამიანი, ასე შევიწროებული კვდება, შევიწროებული და არაფერი არ იცვლება ხვდები. ანუ ძალიან ძლიერი უნდა იყოს ბავშვი, მოდი ესე ვთქვათ, რომ შეძლოს წინ წასვლა, არევა კონფლიქტზე წასვლა. დასავლეთში იცი რომ საერთოდ მიდიან სახლებიდან, არის ხა ფინანსურითაც არის ხო, მაგის საშუალება ამაზეც მოდი ვთქვათ, რომ იქ თუმცა შეიძლება აქაც იყო ფინანსურად, ასე ვთქვათ, შემდგარი და დამოუკიდებელი, უბრალოდ ეს რაღაცა თბილი ბუდიდან წასვლა ძალიან აუცილებლად მუშაობს. ფსიქოლოგიური წნეხი. ეგ უკვე აუცილებლად მუშაობს კომფორტის ზონას მაგას ვეძახით, მაგრამ მე ვიძახი უმეტესწილად ჩვენთან აი ახალგაზრდა რო ავიდეს ცალკე გადავიდეს ამ პროტესტს გაექცეს და იმუშაოს და ამ მუშაობით იმდენსაც ვერ ახერხებს, რომ თუნდაც ელემენტარული საცხოვრებელი კონდეს ხო და ნუ ყველა ესეთი მოკლედ რა კომპლექსურია ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ მე მაინც ფსიქოლოგიურ მხარეზე ვსაუბრობ და ასე რომ იცი როგორი ჩაკეტილი წრია მშობლებმა ოდესღაც შვილებმა რაც განიცადეს წნეხი ტრანსგენერაციული ტრამვა თითქოს თავიდან აპროტესტეს მე შეეგუენ და მე ზუსტად დაიწყეს ამ ტრამვის დაკოპირება შვილებზე, იმიტომ რომ თუ არ განვითარდა ცნობიერება, თუ შენ თავში არ გადალახე ეს, რომ ადამიანი ეს არის რაღაცა ის ამოუცნობი, ძალიან დიდი მასშტაბების ფენომენი და დიდი შესაძლებლობების და არა ის კონკრეტული რაღაცა ფორმულა, რომ ამის მერე ეს, ნახე რა ფორმულა გვაქვს, მარტივი, ისწავლე, ჩააბარე, იმუშავე, შვილები გააჩინე, ცოლი მოიყვანე, სახლი აშენე და დაამთავრდა, კაი გოგო ხარ, კაი ბიჭი ხარ და ამის უკან დგაზე გამოფიტული, დაპატარავებული, თითქოს ჩამქრალი ადამიანები, რომლებსაც რაღაც ეგონათ, რომ აი დიადი რაღაც ესეთი სილაღე შეიძლებოდა, მაგრამ არაფერი სილაღე არ არის და ბოლოს ხდები იმ სამსახურის იმ ფულის მონა, რაც გეგონა, რომ თავისუფლებას მოგიტანდა. უდაოდ მივდივართ აი ჩვენ რასაც ეგზისტენციალურ კრიზისს ვეძახით, ცნობიერების კრიზისთან. ამიტომ მე მაქვს ესეთი აი ჩემ შულთან მიდგომა ესეთი მაქვს, მაგალითად ეხლა წელს ამთავრებს სკოლას, აი სრული თავისუფლება მივეცი, არ უნდა ჩაბარება, არ უნდა ვიმუშავებ, იმუშავე. რა ვიცი, აქ იოგაზე ვივლი, იარე. ჩემთვის მთავარი ის კი არ არის, რომ ჩემი გოგო ამ გზას წამოყვეს.
ჩემთვის თავარია მე რო არ ვიქნები, ეს რო თავის თავთან დარჩება მშვიდად დააკვირდეს, მიხვდეს რა გამოსდის, რა შეუძლია და რა მოუდანს მას შედარებით სიხარულს რა. აი ამას ჭირდება ძალიან დიდი ესეთი ფსიქიკა რო ჩამოუყალიბდეს ადამიანს, ძალიან დიდი პატივისცემა უნდა იყოს ბავშვობაში ბავშვის, იმიტომ რომ ძალიან მყიფეა ფსიქიკა, ძალიან სათუთია და უცებ შეიძლება გადაამტვრიო ბავშვი და აქციო რაღაცა ესეთ მორჩილ არსებად, რომელიც მე მთელი ცხოვრება ამ კოლექტიური საზოგადოების მონაა. კი ბატონო, და როდესაც ამ თემას ვამუშავებდი და ვფიქრობდი, როდიდან, ასე ვთქვათ, ჩდება ის პირადი საზღვრების დარღვევა, ან ასე ვთქვათ, აშენება ჩვენ ცხოვრებაში, რაღაც ფრაზები გამახსენდა ბავშვობიდან, რასაც ჩვენი მშობლები ალბათ ყველა ბავშვს ეუბნებიან, სრულიად რაღაც გაუმიზნავად, რაღაცა გამიზნულად ამას არ აკეთებენ, აი მაგალითად, უმცროსია დაუთმე, სტუმარია დაუთმე, ანუ მუდმივად რაღაცნაირად თითქოს გვასწავლიან ბავშვობიდანვე, რომ აი შენი მოთხოვნები გადაავადე, ან უარყავი, იმიტომ რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ჩვენ ხედავთ დედებს, ბებიებს, რომლებიც მუდმივად სხვის გახარებაზე, სულ სხვის სიამოვნებაზე არიან ორიენტირებული და სწორედ ალბათ აქედან ჩდება ის პატერნი, რომ როდესაც შემდეგ ვიზრდებით, ხვდებით, რომ მე ჩემ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე წინ უნდა დავაყენო ოჯახის კოლექტიური გადაწყვეტილება და სწორედ იქნება ეს პროფესიის არჩევა, პარტნიორის არჩევა თუ სხვა პირადი თუ კარიერული გადაწყვეტილებები, მოკლედ რაღაცნაირად თითქოს ვიბადებით, გვაქვს რაღაცა გაწერილი გრაფიკი, როდის რა უნდა გავაკეთოთ და თუ აქედან გადაუხვიეთ, ცოტა მე რაღაცა ცუდი ტიპები გამოვჩნდებით. თქვენ შემთხვევაში მაინტერესებს ნონა თქვენ ამ სოციუმის ნაწილი ყავით ალბათ ბავშვობიდანვე, თქვენ სტანდარტულ ქართულ ოჯახში დაიბადეთ, როდის მიხვდით და გაიაზრეთ, ანუ რა მოგცათ იმის ცნობიერება, რომ არა, ესე უბრალოდ ვერ გავაკეთებ. ძალიან ბავშვობაში მივხვდი, სკოლაში მივხვდი. ეხაც კი მახსოვს ეგ ფიქრები და პირველი ფიქრები საიდან წამოვიდა. ვისაც ძალიან ესეთი ბავშვი ვიყავი რა, ხუთოსანი ბავშვები რო არიან. ხო და რაღაცა 100 კლასამდე ვიყავი ეს, მანქანასავით სწავლობდი, უნარი გაქვს და სწავლობ, ეგ არის მეტი არაფერი. და მე გარდატეხის ასაკში ძალიან ხასიათი წამოვიდა ჩემი რა, დაიწყო ამ ხასიათმა ცვლილება და ცოტა გავიფანტე, ანუ ინტერესი დავკარგე ამ სწავლის სკოლაში ყოველ შემთხვევაში და ისეთი აკადემიური მოსწრება აღარ მქონდა. და ეს ამდენი ხანი როსტი კარგი და თითით საჩვენებელი გოგო ვიყავი და ანუ ავირიხე გარდატეხის ასაკი იცით ხო 1000 ქაუსი ვერ იგებ რა გინდა ხან ხასიათზე ხარ ხან უხასიათოდ ხარ ხან შეყვარებული ხარ ხან ყველა გეზიზღება და უცებ მივხვდი რომ ხალხი რომლებიც მე რაღაცა ძალიან სუნონა კაიგო უცებ დაიწყეს ჩემზე სრული მიუღებლობა ბავშვებზე არ არის ხალხ ლაპარაკი არის მასწავლებლებზე უფროსებზე და პირველი შეკითხვა დავსვი მახსოვს ეს სკოლაში ვიჯექი და უყურებდი მასწავლებელს და ვფიქრობდი ისე ამდენი ხანი მეთქი მე ვაკეთებდი იმას რაც ამას უნდა და ისე გადამისვა ხაზი მეთქი არც მკითხა რა რომ აი რა მოგივიდა ხო შეიძლება დასვა ხო შეიძლება ეხა ესე ვარ ხო ბავშვებთან როცა უმძიმდება უკვე ვიცით იმიტომ რომ ფსიქოლოგიური განათლება არსებობს მაშინ არ არსებობდა ანუ ეს არაფერი არ იყო საერთოდ არაფერი არ იყო მასწავლებელმა იცოდა თავის საგანი და ის საყოველთაოდ აღიარებული 20 წიგნი ქონდა წაკითხული ან 8 და ითვლებოდა რომ განათლებული იყო всё აი ესეთი განათლების სტანდარტი იყო პირველი პროტესტი გამიშთა მაშინ აი როგორი პროტესტი გამიშთა იცი რომ პირველი გრევა ავტორიტეტების მაშინ გამიშთა და მივხვდი რომ ვთქვი ჩემ თავს უთხარი რომ მეთქი ყველაფერი ტყუილია ანუ აზრი არა აქვს შენ როგორი გოგო ხარ სულ ერთი რო გეშლება ყველა მზად არის გვერდზე გაქციოს და მაშინ აი ძალიან რაღაც დემონმა გაიღვიძა ჩემთვის ჩემო ცუდმა ვერსიამ ჩრდილს რასაც ვეძახით ძალიან მომეწონა ცუდი გოგოს როლი რა იმიტომ რომ ცუდი გოგოს როლი მივხვდი რომ ვეღარ გამომიყენებდნენ ესე აი ხო ხვდები აი ყველა დამსწრე რომ მოდის და შერუქტენიან წინ და შენ უნდა მოემზადო და სხვა ბავშვებმა რო არ გააკეთონ შენ მაინც უნდა გააკეთო იმიტომ რომ შენ გიყურებენ და შენ გელოდებიან და მოკლედ ესე რაღაცა შენ იმედი აქვს და მივხვდი რომ აი ამ ადამიანების იმედის გაცრუებები და საკუთარი თავისთვის ცხოვრების გადაწყვეტილება მე მაშინ მივიღე და მე ხა მთლად გონებაც ალბათ არ იყო ტემპერამენტი იყო ჩემში კიდე დიდი აი გიჟურად ემოციური ვიყავი როდესაც მზღუდავდნენ ეხლა მე ვერ გეტყვი რომ მე მაშინ ამას გააზრებულად ვიცავდი ჩემს საზღვრებს არა მე ჩემი ინსტინქტებით ვიცავდი ჩემ თავს ეგეთი
ტიპი ვარ, ხო, არიან, ხა ეგეთი ბავშვები არა, ეხაც არიან, ხო? აი, საერთოდ ვერ შეეხები მათ საზღვარს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ნერვიული გამოვლენება აქვს, იმიტომ რომ ბავშვი ყვირის თავი დამანებეთ ისიც. მაგრამ ემოციის გვერდით, რა თქმა უნდა, გონება ვითარდებოდა და ვითარდებოდა ძალიან ბევრს კითხულობდი. ძალიან ბევრს ეს რაღაცა ლიტერატურას რაზეც მიმსდებოდა ხელი. რა თქმა უნდა ეს ავითარებდა აზროვნებას ძალიან და შედარებებს, შეფასებებს, დაიწყო ავტორიტეტების ნგრევა ყველგან, სახლში, გარეთ, მეზობლებში, იქ და მე რა ვიცი, წავიდა, მე უკვე 18 წლიდან საერთოდ უკვე აღმოსავლური წიგნების კითხვა დავიწყე. ხო, ნუ ალბათ ეს სურვილი გამეგო საერთოდ როგორი იყო ადამიანი, რატო იქცეოდა ესე უცნაურად, ესე არასტაბილურად, ესეთი გაურებლად მაშინ არ შემეძლო ამის ახსნა, უცებ კეთილშობილი ადამიანი რატო ჩანდა მე ძალიან მე უცებ რატო გიყენებს ყველა და მე უცებ არავის აღარ ჭირდები შენ თუ არ შეგიძლია რაღაცის გაკეთება, ან უბრალოდ ხასიათზე არ ხარ. მახსოვს ერთხელ რა მახსოვს კარგად ქართულის მასწავლებელი მყავდა, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და ვიღაცა მითხრა რომ გაკვეთილი ცდებაო და მოკლედ აღარც გადავამოწმე და გავედი. ეს ქალი მართლა მიყვარდა და კარგი ურთიერთობა ჰქონდა და არც არასდროს მოუზადებელი ხარ მიყვარდა ქართული დიდი ვიყავი ალბათ მე-10 კლასში და მე აღმოჩნდა მე რომ მოვედი გაკვეთილი არ გაცდა და შევეჩეხი ამ ქალს და აი შემომხედა და მითხრა რომ აი ამას არასოდეს არ დავივიწყებო რომ ჩემ გაკვეთილზე არ შემოხედა და აი ახსნის საშუალება არ მომცა რა. მეწყინა რომ ახსნის საშუალება არ მომცა, იმიტომ რომ არ გამიცდენია შეგნებულად, მაგრამ მე გაუბრაზდი ხვდები, აი გაუბრაზდი რომ უფროსები არასოდეს არ გაძლევდნენ თავის დაცვის საშუალებას და თუ თან ესეთი სიტყვები მითხრა რომ ამას არ დაგივიწყებ, ესე იგი რაღაცა პატივისცემა ქონდა ჩემი, ხო? რაღაცა რიგით მოწაფეთ არ მიყურებდა და მაშინ ამახსნევინე რა, რაში გამოიხატება ის რომ შენ რაღაცა ჩემგან ეს გეწყინა და ცოტა სხვანაირად მიყურებ, პიროვნებად მიყურებ, რაში გამოიხატება? ანუ მალაპარაკე, მათქმევინე. ეხლა ეს ძალიან დეტალია ხვდები, ეხლა ამომიტევდებ და გონებაში, მაგრამ ესეთი დეტალებისგან შედგება ჩვენი ცხოვრება, როდესაც მე ბაურს მოზარდს უყალიბდება ცნობიერება, რომ სამყარო შენი მტერია. სამყარო შენ არ გახსნევინებს და მე ხარ სულ უხერხულად, რომ რამე ისეთი არ გამოგივიდეს. ეხლა რამდენი შემთხვევა ქონია ნინი ცხოვრებაში და აი ჩვენს მაყურებელს ნამდვილად არ გინდოდა რაღაცა ისეთი გაგეკეთებინა და ნუ სიტუაცია მოხდა ისე რომ უბრალოდ გამოგივიდა, ხო? ნამდვილად არ გინდოდა და უკვე მე გივითარდება ეს რომ ვაიმე მე რომ ეხლა ესე გამომივიდეს როგორ ავხსნა ან შეიძლება აღარც მომისმინონ და მე აი მივხვდი რომ მოდი რა მეთქი ცუდი გოგო იყავი იფიქროს რა აი გეუნები აი და მაგარია ცუდი გოგო ხო ნუ იფიქროს რა ვქნა ეხლა მე ხვდები რომ უკვე მე რომ ეხლა იზრდები და სწავლობ და ეხლა მე ფსიქოლოგიის სწავლა დავიწყე აღმოსავლეთის და აზრი არ აქვს შენზე რას ფიქრობენ ხვდები ამ მნიშვნელობა ცხოვრება ისეთი ექსტრემალურ სიტუაციებში გაყენებს ყოველთვის ძალიანაც რო გინდოდეს ვერ იქნები კარგი გოგო. მართლა რო გინდოდეს ყოველთვის ყველას ვერ დაეხმარები, ყოველთვის არ გეცლებ, იმიტომ რომ შენ ამდენი რესურსი არ გაქვს. არც ძალა გაქვს ამდენი ხვდები, რომ ყოველთვის ყველას უსმინო, ყოველთვის ყველას იმ დროს გაიქცე სანახავად, როცა იმას უნდა. ნუ არ შეგიძლია ადამიანი ხარ, შენი ქაოსი გაქვს, შენი ფოთოები გაქვს, შენი შიშები გაქვს, როგორც ყველას. და შესაბამისად მე ეს ცუდი გოგოს როლი გეხმარება იმაში რომ გონება მშვიდდება, შენ აღარ გაღელვებს რა, რომ ეს რო არ გამოგივიდა, ეხა წავა ის და ნუ ვიფიქროს, იმიტომ რომ შენ ისედაც ხვდები, რომ რასაც უნდა მაინც იმას ფიქრობენ ადამიანები რა და ამან ძალიან დიდი თავისუფლება მომიტანა სივრცე, როცა მე ყველა თავს განებებს რა და აღარებულებები ხო, всё, ხვდებიან რომ ეს მაინც იმას ისევს რაც უნდა და მე შენ იცი უცებ აი მხოლოდ სივრცე გამოთავისუფლდა, რომ ჩემი თავი მეპოვნა რა. და მე საერთოდ აღარც მახსოვს, როდიდან დავიკიდე, საერთოდ დილით რო ვიღვიძებდი, ანუ წვებოდი, ჩემ თავში იმის ფიქრი რომ აი მან რა თქვა, ეს არც მახსოვს ბოლოს როდის იყო. ალბათ ძალიან დიდი თავისუფლება იგრძენით. და მე ამ თავისუფლებით ვცხოვრობ და მე ვიტყოდი, რომ მე რაც მაქვს დღეს ეს არის თავისუფლება და ამ თავისუფლებამ დამანახა, რომ ძალიან მარტივი ყოფილა ცხოვრება. ძალიან მარტივი ყოფილა თუ შენ იტყვი, რომ რა ვქნა ვარ აი ეს. მე მეტი არ შემიძლია, მე მჭირდება ჩემი თავის გაგება და ეხლა თქვენ ჩემ თავში ვერ ჩაიხედავთ
ამიტომ მოდი მე დამტოვეთ ჩემ თავთან, მაგრამ კიდე რა მოაქვს ნინიც იმ თავისუფლებას სხვა ადამიანის გამსჯელი აღარ ახარ ხვდები. შენ ხვდები რომ სხვა რო ესე ანალოგიურად იქცევა და იკეტება და თავისთვის არის ან გაიგნორებს, აბსოლუტურად გესმის რომ ის გადის გზას და იქ რა შიშებია, რა ფოთოებია და რა კომპლექსებია, მოკლედ გადასალაგებელი კაცმა არ იცის და განთავისუფლებს რა. აღარ აგაქვს ადამიანებთან ესეთი ცუდი განწყობა და მოლოდინები. უბრალოდ ადამიანს აღიქვა ისეც როგორიც არის მორჩა. იღებ ისეც როგორც არის, კი. და ეს ვფიქრობ, რომ მართლაც როცა შენ თავთან კომფორტს იპოვი, მერე სხვების მიმართაც უფრო ჯანსაღი ურთიერთობები გიყალიბდება და ემპათიურიც ხდები მეტად. თქვენ ძალიან სწორად ახსენეთ, ქართულ კულტურაში ძალიან ძლიერად მოქმედებს ფრაზა რა სიტყვის ხალხი. და ამას ალბათ რა ვიცი, ვფიქრობ, რომ თაობები ეწირება, შეეწირა და დღესაც ალბათ ჩვენ თაობაშიც მაინც მოქმედებს, თუნდაც პროფესიის არჩევის მომენტში, თუ სხვა ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების შემთხვევაში და მოდი რომ ვისაუბროთ ამაზე. რას კარგავს ადამიანი, როდესაც აი ამ ფრაზაზე ააგებს მის მთელ ცხოვრებას? თავის ნინი, ყველაზე მეტად თავის ბუნებრივ განვითარების გზას კარგავს და მე გახდება 30-35 წლის კარიერა, ყველაფერი აქ ისაგ და მე ცხოვრება არ გამოსდის, ვერსპირა ცხოვრებას აწყობს, ჩაკეტილია, ურთიერთობებში ვერ იხსნება და მე იწყება ფსიქოლოგებთან ვიზიტები, რატო არ გამომდის? იმიტომ არ გამოგდის ჩემო კარგო, რომ მთელი ცხოვრება რიცხოვრე შესუნთქულად, რომ ხალხი რა სიტყვის, ხალხი რა სიტყვის. ბოლოს და ბოლოს მიხვედი იმას აკამდე, რომ ამ ხალხმა დაგიკიდა და საერთოდ ეს ხალხი ესეთი კოლექტიურად არც არსებობს, შენ გონებაში არსებობს მარტო და ამცირად ფრაზი წავიკითხე Facebook-ზე, რომ 3 დღე ვიცინოდი, ბოლო-ბოლო რა თქვა იმ ხალხმა? სორო გაინტერესებდა ხალხი რა სიტყვის, რა თქვა ბოლო-ბოლო იმ ხალხმაო და შესაბამისად ეს თავისუფლება თუ შენ არ მიეცი შენ თავს, რომ მოდი რა გავყვე ვაკეთო, აი მე პროფესიის არჩევასაც ეს ვეუბნები, ნუ არიცით ჯერ ნუ ჩააბარეთ, არ მოგეწონება გადადი, გადმოდი, ეძიე, რაღაც გააკეთე, კურსები აიღე, ის აიღე. ის დრო აღარ არის საბჭოთა დრო იყო ესეთი, ვაიმე, უმაღლესი დიპლომი და დავაი გავარდი, ხა სამსახური უნდა იპოვო შენი დიპლომი. დღეს იმხელა არჩევანს გთავაზობს ეს ინტერნეტ სივრცე დღევანდელი მსოფლიო, იმხელა არჩევანს გთავაზობს, რომ განვითარდე შენი თავი იპოვო, პროფესია იპოვო. ეს რაღაცა ციფრული სამყარო, რაღაცა საოცარი ეს ხელოვნური ინტელექტის სამყარო, ნუ როგორ უნდა დარჩი ესეთი რაღაცა შეზღუდული, შესუნთქული ტიპი. და რა ვიცი, აბა ხალხო, რას გაძლევთ? აი მოდი ესე ვიტყვი რა, რას გაძლევთ ხალხის ფიქრი. იმიტომ რომ მე ეს როგორც პიროვნება არ ვიცი რა არის რა. რა თქმა უნდა, ესეთი აზრები მქონდა, მაგრამ მაგ ფრაზამ კიდია. მართლა ამ ფრაზით მე ვიცხოვრე, დღემდე ვცხოვრობ და რას გაძლევთ? თუ ჩემ ცხოვრებაში მე ვარ მთავარი პერსონა, თუ მე უნდა გადავწყვიტე, იმიტომ რომ პრობლემა შემხვდება, მე უნდა გადავჭრა და თუ სიკეთეს მომიტანს ჩემი ცხოვრება, ესეც ჩემი იქნება. ანუ თუ მაინც მარტო ვარ ამ სამყაროს წინაშე, რაში მაინტერესებს ახლა იმისი რაღაცა მეზობლების და მეგობრების და ნათესავების და ნუ ვიღაცა დღეს უკვე Facebook აუდიტორია ოჯახებია ხო? დღეს ყველა ძალიან Facebook-ზე მიდის ადამიანების რაღაცა ბულინგი და განსჯა და უნდა დაიკიდო რა. იმიტომ რომ ჯერ ერთი დავიწყოთ რომ ძალიან მოკლეა ცხოვრება. მეორე ესეთი შესუნთქული რო დადიხარ და შენ რო გასწავლეს და ტვინში ჩაგიდეს რომ ერთი წყობა აქ ეგეთი ერთი წყობა არა აქ ადამიანს. ყველა ინდივიდუალურია აბსოლუტურად. ყველა თავისებური ხედვა აქვს და შენ რო ბოროტება გონია იმას სიკეთე გონია, შენ რო კარგი გონია იმას ის გონია. მიუხედავად იმისა რომ ერთ კულტურაში ხართ, მე ბევრი ნიღბით დადის, იმიტომ რომ იტყუება, იმიტომ რომ ვერ ერგება ამას და ყველას ეს ძალა არა აქვს, რომ თქვას რომ მოდირეთ შემეშვით და მე იწყება რა მუდმივი ტყუილები ხო რაღაცა პროფესიული მატყუარა ადამიანი ჩამოყალიბებული არის და მარტივად რომ მისცე ადამიანს საშუალება რომ თქვას რომ იცი რა ხო მინდოდა მოსვლა მაგრამ დღეს არა ვარ ხასიათზე შენ თუ ამის საშუალებას მისცემ ადამიანს ისე რომ არ გეწყინება ის შენ არასოდეს აღარ მოგატყუებს რა აი ესე ვზღუდავთ ერთმანეთს ამას ქვია ეგოცენტრულობა ამპარტავნება, ეგოიზმი და ზოგადად ეგოს მორგებული კაცობრიობა რა. თუ გაინტერესებთ რა არის ეგო, ეგო არის ყველაფერი ის, რაც მუშაობს შენს ტვინში. რო აი როგორი უნდა იყო, შენ როგორი უნდა იყო, იმან არ თქოს, ვინ არ თქოს გეხოცები, აი რო გაივლი 5 წუთში როგორ ავიწყდები ყველას, იცი? ეს რო გაიგო, შენ თავში ჩაიხედე, აბა. შეხვდა ადამიანი, ესაუბრე, წახვედი და ისევ შენმა ფიქრებმა შეგიპყრო და ამ ფიქრებში შენ ხარ თავარი პერსონა და ამას თუ აი ახკმა რეალურად
უნდა ამას თუ კარგად გაანალიზებ შენ გონებაში რა ხდება, მე მიხვდები რომ ყველას გონებაში იგივე ხდება. და ადამიანებს გონით რომ იქ რო არ ვარ ჩემზე, აი შენ რო იქ არ ხარ, მეუბნები სულ მაგრა კიდი ხარ, ეხა იქ შენ ყველას რა. ყველა გადართულია იმაზე როგორ ისიამოვნოს, ან არის სიამოვნოს, ვიღაცა ნახოს, ვიღაც უყვარდეს, ვიღაც არ უყვარდეს, მაგრამ ალბათ ძალიან გაგვეცინებოდა რომ ვიცოდეთ რა ცოტას ფიქრობთ რეალურად ხალხი ჩვენს. გონი ჩვენ უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ. რო გინდოდეს რომ შენზე ფიქრობდნენ, მაშინაც არავინ არ ფიქრობს შენზე. და სხვათა შორის რამდენიმე წლის წინ ვუყურებდი ერთ უცხოენოვან პოდკასტს და იქ ერთი ადამიანი ამბობს რომ სახელმძღვანელო აქვს დაწერილი ერთ-ერთ ექტანს რომელიც მუშაობდა აი სიკვდილის პირამყოფ ადამიანებთან და შემდეგ შეადგინა რაღაცა წიგნი დაწერა 5 მთავარი ასე ვთქვათ სინანული რაც ადამიანების უმრავლესობას აქვს სიკვდილის წინ და აქედან ერთ-ერთი იყო ის რომ ამ ადამიანებმა ვერ იცხოვრეს თავიანთი ცხოვრებით და რეალურად ეს არის რომ აი ხალხი რა სიტყვის და როდესაც უკვე რაღაც გარკვეულ ასაკს მიაღწევ და მოიხედავ და შეხედავ შენ ცხოვრებას რაღაც რეფლექსიას გაუკეთებ და მიხვდები რომ შენი ცხოვრებით საერთოდ არც გიცხოვრია და არც ის პროფესია, არც ის პარტნიორი თუ ზოგადად ყველა გადაწყვეტილება მოკლედ მოარგე მშობლებს, ოჯახს, მაგრამ ალბათ ძილის წინ რაღაც გარდამტეხი წუთი რო არის სანამ ჩაგვეძინება, როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩებით, მაგ დროს უნდა დავფიქრდეთ რეალურად ჩვენ რა გვინდა, იმიტომ რომ ხალხი თუ ფიქრი შეგვიძლია და მაგის ადამიანებს გონიათ რომ ფიქრი შეუძლიათ, მაგრამ ეგრე არ არის რა. ძალიან რთულია იაზროვნო ძილის წინ დარჩე და აი შენი თავი დაინახო ეს არის ურთულესი. მიღებს რომ ჩამოიხსნე. ხო, მაგას კიდე როგორ თქვა მამრდაშვილმა უკიდურესად ბნელი უნდა იყოს სინათლისთვისო თუ როგორ აქ ეგ სიტყვები აღარ მახსოვს ეს ციტირება რა. ანუ ძალიან თუ ფსკერზე არ დავარდი ვერაფერს ვერ დაინახავ ხვდები, რომ ადამიანებს მე რასაც უყურებ, ეხა მექანიკურად აზროვნებენ, მაშინაც კი როცა ინდივიდუალურად მუშაობ, ველაპარაკები და ეგრევე ხვდები, რომ ყველა სიტყვა ჰაერში ვერ მისმენს, იმიტომ რომ აქ უსმენს თავის თავს. ასე რომ მაგას თუ მიაღწია ადამიანმა, რომ დაწვა და დაიწყო ფიქრი რა არის ჩემი ცხოვრება და დაინახა რეალურად თავის კი არა რომ ანუ ადამიანი რო იტყვის რა არის ჩემი ცხოვრება, მოდის ეგრება ის როგორი თუზია, ის როგორი არის, იმან რაქნა, იმან როგორ ვერ ვიპოვე იდეალური პარტნიორი და რა არის ჩემი ცხოვრება, ნიშნავს რისგან შედგება ჩემი გონება, იმიტომ რომ მარტო მშობლებს და ოჯახს კი არ არგებ შენ ცხოვრებას, შენ თავში არსებულ აი ამ რაღაცა შაბლონს არგებ და შენ რო გონია რომ შენ ესეთი პარტნიორი გინდა, უნდა დაფიქრდე შენ გინდა ეგეთი პარტნიორი, თუ შენში ჩამოყალიბებულ ამ შაბლონს უნდა, იმიტომ რომ კარგ ტიპად ეს ითვლება. ეს არის კიდე უბედურება, თორე მარტო მშობელი და სოციუმი კი არ არის შენ თავშია ისეთი ქსელებით გარკვეულ რაღაც სტანდარტებს ძალიან სერიოზული ახალი ესეთი დიქტატურა აქვს სხვათა შორის სოციალურ მედიას კი ბატონო სერიოზული დიქტატურა აქვს თინეიჯერებზე აი ახალ თაობაზე TikTok-ს მაგალითად ეს რაღაცა გაურკვეველი ინფლუენსერები ხო ცოტა ზოგი სიმშლი ხარ მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაში მე პირადად ეჭვი ძალიან მეპარება მაგრამ ამ თინეიჯერებზე აქვთ გავლენა და ამიტომ ყველაფერი დიქტატია ხდები თუ შენ არ ხარ ადამიანი რომელიც მუდმივად უნდა დაფიქრდე რომ აბა რა მინდა ხლა ეს რომ ამას მეუნება გადავამოწმო აბა დავფიქრდე მნიშვნელობა არ აქვს რა იდეოლოგია შემოვა რელიგიური იდეოლოგია შემოვა კომუნიზმი შემოვა თუ TikTok-ის და სოციალური ქსელის და ლიბერალიზმის იდეოლოგია შემოვა შენ სულ ერთია თუ შენ ვიღაც კარნახობს ამ სტანდარტებს თუ ესეთი არ ხარ შენ ხარ ჩამორჩენილი ან რაღაც გოიმი და ისეთი შენ უკვე იდეოლოგიის ქვეშ ხარ და დამიჯერეთ მნიშვნელობა არ აქვს იდეოლოგიას რა რომ გონიათ ეხლა და დასცენი ხარ ძალიან ამ კომუნისტებს ახალ თაობას ვეუბნები ანალოგიური იდეოლოგიის ქვეშ ხართ სახელად TikTok-ი მაგალითად ფორმა შეიცვალა და არა შინაარსი რეალურად და იდეოლოგია არის ძალიან სასტიკი კი ბატონო ასე რომ ძალიან დიდი სამუშაო აქვს ნებისმიერ ეპოქაში სულ ფრენა რო დაიწყოს ფიზიკურად ადამიანმა აი აქ ეს განპირობებული გონება არის ყველაზე მთავარი ქსელი რომელიც ადამიანს იჭერს ამაზე დიდი მტერი ადამიანს არ ყავს რასაც ქვია განპირობებული გონება არის თქვენი აღზრდით კულტურით ყოველდღიური სოციუმით თქვენი ტოლების კარნახით შექმნილი ის რაღაცა აზროვნების ლანდშაფტი რომ აი ეს არის ნორმა ან არ არის ნორმა ეს ყველამ გავიარეთ ხო ამას უნდა ძალიან დიდი მზაობა ამას უნდა აი ზუსტად დანახვა იმის რომ მე რო ახლა ამას ვაკეთებ რატო ვაკეთებ ეს მე მინდა თუ უბრალოდ აი წავიკითხე რომ მაგარი ხარ ამას თუ ვაკეთებ შეხედეთ სოციალურმა მედიამ გარეგნულად რას დაამსგავსა მაგალითად ქალები ესე იგი ამ პლასტიკური ქირურგიის ფონზე
ქართველებზე გეტყვი. რამოდენიმე ადამიანი ვერ გავარჩია ამას წინათ ერთმანეთისგან ფოტო შემხვდა და მეგონა სხვა და აღმოჩნდა სხვა ხვდები. ანუ საით მიყავ ხარ კლონებს აკეთებს ხვდები ინდივიდუალიზმის სრულიად იკარგება. ნუ ხო არ შეიძლება იყოს ყველას ერთნაირი ცხვირი, ერთნაირი ტუჩი, ერთნაირი თვალი, ერთნაირი გამოხედვა, ერთნაირი მკერდი. ხომ არ შეიძლება ინდივიდუალიზმზე ვლაპარაკობ და ნუ აი ადამიანი რომ მონობისკენ ილტვის, არ მგონია რომელიმე არსება დედამიწაზე ესე მონობისკენ იყოს მიდრეკილი. და ვეღარ არჩევ უკვე ადამიანებს ერთმანეთისგან ხვდები. აი ეს რა არის გეხოცები რა. რატომ არ შეიძლება დავბერდე მაგალითად პლასტიკური ქირურგიის გარეშე. აი არა მაქვს ამის უფლება. ნებისმიერ ადგილას მიხვალ და როგორ არაფერს არ იკეთებ უკვე დროა. რაღაცა უხერხულ მდგომარეობაში გაყიდე. მინდა რომ დავბერდე. აი ესე მინდა რომ დავნაოჭდე და დავბერდე. რა გავაკეთო ეხა? ხომ მაქვს ამის უფლება? ნუ მეცინება უკვე ამ ყველაფერზე ხვდები. ხო და აი რო კითხო არაფერი ნუ რა მოხდა აბა რა ადამიანს არჩევანი რა აძლევდა თავისუფალი ნება როცა რეალურად ამ თავისუფალი ნების უკან რა იმალება ხო მაინც და მაინც ხო რატო უნდა მქონდეს ესეთი ფორმის ხეული ეხა რომ მოდაშია დიდი მკერდი დიდი უკანალი წრილი არ მინდა მე ყოველთვის მომწონდა ძალიან სპორტული აღნაგობის ქალები აი არ ვიყავი მე უფრო ქალური ფორმები მქონდა და ვგიჟდებოდი გოგოებზე გამხდრები და ყველანაირი ფორმის გარეშე დღემდე ვგიჟდები ეგეთ გოგოებზე რა აი ძალიან პატარა მკერდი რო აქვს და რაღაცა თავისუფლად რომ ვერასოდეს ვერ ვიცვავდი იმას რაც მე მინდოდა არა, ნუ რაღაცა ეპოქა შემოგიგდებს ამ მოდელს და მოდი ახლა ყველა გიჟებივით და ნუ დასდევ ამას ხვდები. მე ნახე ყველაზე კომიკური რა არის. ხო იკეთებ ამდენ ამას. აი ასაკში შედიხარ. ნუ მაინც ხო იღვიძებ დილით და ხვდები რომ ნუ ერთი ნაოჭი გამოხდა მაინც აიდანღაც რა. ნუ რაღაცა დადიხარ მასაჟებზე მე ხვდები. სპორტული ინტერესით გერთვება რა გავიკეთო შემდეგ. დამოკიდებული. ესა ჩვეულებრივი დამოკიდებულება არის, რომელიც არაფრით არ განსხვავდება, მაგრამ აზარტულ თამაშებზე და ნარკო დამოკიდებულებისგან და გიჟივით გახარ სარკისთან ამბავი ხა ეს ხო რამოდი და მე ხვდები რომ ხან ფეხი გტკივა, ხან ხელი გტკივა დილით გაიღო 20 წელი გტკივა და შეუგუებლობა ამ ასაკთან იცი რა კომიკური ხდები აი ისეთი კომიკური ხდები რომ ალენ დელოს უთხრეს ერთხელ მახსოვს რომ ასაკში რომ შედიოდა რომ ნუ რაღაც რომ გაიკეთო ისეთი მაგარი კაცი იქნებოდა მაგარი კაცის რა გითხრათო მაგრამ ძალიან სასაცილო რომ ვიქნები ვიციო რა აი ეგ არის ხდები მიყვე შენს გზას ნიშნავს ყველა ასაკში, ყველა ეპოქაში მიიღო შენი თავი, მიიღო შენი სურვილიდან გამომდინარე. მე არ ვიცახი რომ ყველამ ან არ გაიკეთოს, ან გაიკეთოს. შენი გადაწყვეტილებების საშუალება გქონდეს, რომ დამოკიდებული არ იყო არავის აზრზე ხვდები. უბრალოდ ადამიანი ეს არის აზროვნების პროცესი, ანუ შენთან სილამაზეს არაფერი არ მოაქვს. წამიერი მაყოფილების გარდა წახვედი სადღაც მაგარი კავაგაცი შეხვედი ყველამ შემოხედა всё წამოხვედი რომ მოდიხარ ის სიმძიმით მოდიხარ მიდიხარ რაც გაქვს ხვდები გადარჩენა მაინც იმაშია მარტო რო ხარ რამდენად შეგიძლია ლაღათ იყოს შენს თავთან რამდენად შეგიძლია ურთიერთობაში პოხუისტურად იყო არ გეწყინოს ადამიანებისგან რაღაცები და ბევრი იუმორი და ბევრი სიცილი შეგეძლოს всё მეტი არაფერი არაა ბედნიერება ამით ისაზღვრება და ამას ჭირდება მუდმივი დაკვირვება და გაყრა ამ გონებიდან ყველაფრის რაც შენ აი ესე შემოგტენეს და ბავშვობაში თუ აი როგორც შენ თქვი წეგან რომ ბავშვობაში თუ ჩვენ ვერ ვფილტრავთ ასაკში ამის გაფილტრვა სავსებით შესაძლებელი. უკვე რეფლექსიის უნარი როცა გვაქვს შეგვიძლია ამაზე ფიქრი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო და მართლა რაღაცნაირად შემშურდა თქვენი სულიერი სიმშვიდის და ამ თავისუფლების. ამას არა ნინი რამეჯერ ეს არის გასაკეთებელი. ეხლა შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ დღეს, მაგრამ ეს უნდა გააკეთო ნელ-ნელა დაიკიდე ყველა და ყველაფერი და რეალურად მეც მაგ გზაზე ვარ და აი ჩემს სანაცვლობაში ესეთი ყინულის დედოფლის სტატუსიც კი მაქვს იმდენად რაღაცა შავი ცხვარი ვარ ჩემო ოჯახში და აი მეც ცოტა ცუდი გოგოს სტატუსი მქონდა და მოდი ამაზეც რა უფრო მეტი ვისაუბროთ როგორ ყალიბდება ზოგადად კარგი გოგო კარგი ბიჭი სინდრომი და მე როდესაც ესეთი ბავშვები ზრდასრულობაში რა პრობლემებს აწყდებიან ამაზეც რა ვისაუბროთ აი მე სულ ვამბობ 1000-იანი ბავშვები არიან ყველაზე ნევროტული და დეპრესიული ბავშვები მეთქი რა. იცი რა ხშირად შესუნთქული სწავლობ, იმიტომ შენ ხა მეც ხომ ახსოვს ჩემი თავია რა. სწავლობ, იმიტომ რომ უნდა ისწავლო, იმიტომ რომ თითქოს შენგან ამას აი სანამ ჩემთან ეს აზროვნება ჩაირთო, რასაც მე ცნობიერებას ვეძახი, მახსოვს ესე სახში მოვიდოდი, რობოტი ვიწავლდი, რატო
შენგონია მაინტერესებდა არ გაქვს. არანაირი ხარ როგორ შეიძლება ქიმია, ფიზიკა, ქართული ისტორია ყველაფერი ერთ დონეზე გაინტერესებდეს, ხო? არ აბსურდია, მაგრამ ისევ სწავლობდი, რომ ტვინი არც კი უშვებდა, იმიტომ რომ ვალდებულება მქონდა ყველას წინაშე, სამშობლოს წინაშე, ოჯახის წინაშე, სკოლის წინაშე, რას ქვია დედაჩემი სკოლაში მისულიყო და ეთქვა ვინმეს რომ ნონა მოუმზადებელი მოვიდა, ეს იყო ფანტასტიკის პირველი. სახშიც როგორ ერთხელ მახსოვს დამეძინა მეორე მსმენა ვიყავი. დამეძინა ბავშვი ვიყავი და დედაჩემი მამჩემი მოვიდა სამსახურიდან დამეძინა და ორივე მესე აღარ გინდა სკოლაში სიარული. აი რა შუაში იყო დედას გაფიცებ დამეძინა. ხო შეიძლება დამეძინოს და აისახე აღარ გინდა სკოლაში სიარული. და აი ხლა წარმოგიდგენ მე უცებ იმაში ხარ აი ვაიმე რა გავაკეთე ნუ თუ ესეთი და ნუ თუ აღარ მინდა ნუ თუ გვემას მიეცა ხო და მე ფრაზები მორჩა ამას აღარაფერი ეშველება ერთხელ თუ ჩემი ბავშვობის ფრაზები მინდა გავიხსენო ერთხელ თუ შეცდი და მორჩა მე всё აღარაფერი აღარ იქნება ჯობია თავი მოიკლენ რაღაც მეორედ მოსვლა იყო ჩვეულებრივ ერთ ჩაძინებაზე ხო აი ეგ მქონდა რომ მაგრად მეცინებოდა გულის სიღრმეში რაღაც ეს ყველაფერი არ მოხდებოდა მე მოვდიოდი და ცოტა ჩემნაირი ეს მოსულელო დაქალები რომ ყავდა იმათო გადავდე ნუ ერთად უყვებოდით ვიცინოდით ამაზე და რაც მაგრამ ხო არის ხო გინახავთ ოჯახში სახე აი სულის მახსენდება ისე ვთქვი რომ თოჯინებით რეზიკო რას ქვია რას რეზიკო კონსერვატორიაში არ მოხდეს ოჯახის სიამაყე და რაღაც და ანუ რო არ განიხილება შენი აზრი საერთოდ რა იმიტომ რომ ის ხალხიც როგორ არის რომ დაიბადე უკვე გადაგიწყვიტეს შიშებში იმიტომ რომ თვითონაც თავი შიშებში არის იმიტომ რომ იმას ნათესავთ ხო ჩვენთან ეს ქართული კულტურული კოლაფსი ეს არის ანათესაო წრე აი მე ვეძახი ამას თემური წყობილებას ხო როგორ იცი ესე რომ ნუ ჩემ ბავშვობაში იყო დიცუფრასთან და ყველას ქონდა უფლება შენთვის მოეცა შენიშვნა ყველას ქონდა უფლება შენთვის ეთქვა შენ რა გაცვია რატო გაცვია და ერთი ხო იტყოდა რომ ესე იქცევა და 10 კაცი გეუნებოდა რომ უიმე დედაც როგორ შეიძლება და ჩვენ გვარს ეს არ ეკადრება და მე რო წამოვიზარდე დავიწყე ამ გვარის გამოკვლევა ყველას ვაკვირდებოდი ამ გვარში და მივხვდი რომ ძალიან ჭრელია ძალიან ბევრი ძალიან ცოტა ისეთი რეალობას მოწყვეტილი საერთოდაც შემდგარი ადამიანი ამ გვარში მაგრამ ნუ ეს ხო გვაქვს ჩვენ რომ ჩვენს გვარში ესეთი არავინ ყოფილა ნუ ჩვენ გვიყვარს ხო ესეთი აი ინდივიდებისგან როცა არ შედგება საზოგადოება ის ყოველთვის ეფარება ამ რაღაცა კოლექტიურ აზროვნებას პატრიოტიზმიც ხო ეგეთი თავშესაფარია ხშირად რელიგიაც ხო და მე საუბრობ იმაზე რომ არა მე როგორ შენი უნდა ყველაზე საუკეთესო იყოს იმიტომ რომ შენი გონება სხვანაირად ვერ იცხოვრებ შენ უკვე ისეთი ეგოცენტრული მოცემულობა ხარ რომ შენ იჯერებ რომ შენი ნათესაობა შენი გვარი ყველაზე მაგარია ჩვენ ხო გვაქვს გვარების დალოცვის რაღაც ყველა გვარს თავის ხატი აქვს საქართველოში და ნუ აი ესეთი მოკლედ ვართ ესეთი ხალხი რა ჩვენ აი მონარქიაში ვიცხოვრობდით ალბათ ყველაზე ბედნიერად ესეთი აღიარებული მონობა ღმერთამდე აყვანილი ადამიანის შენს ღმერთად გაქცევს ნუ ესეთი ლოზუნგია გამჩაკეტილ ცნობიერებას და შესაბამისად რა ვიცი ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ხო აყალიბებს ბავშვის ფსიქიკას ძალიან მძიმედ და მე უკვე სკოლიდან კი გამოდიხარ მაგრამ ეს კოლექტიური აზრების სახში გაგიმდრო შენ თავში ან ნინი როგორ არის იცი შენ რეალურად გელაპარაკება აი ეს არავინ არ გელაპარაკება ამის გარდა შენი მჯავრდებელი არის შენი გონება მაგალითად აი ელემენტარულ მაგალითს ვიტყვი შენ თუ რელიგიურად იცი რომ ეს ჯოჯოხეთში წაგიყვანს და ის წაიკითხე და დაიჯერე მე შენ უკვე გონება გეუბნება და შენ რომ რაღაცას აშავებ და როგორია რომ ღმერთის მეშინი არა შენი გონება გაშინებს შენ ხვდები შენ გონებაში ხდება ყველაფერი შენი გონება ხდება შენი მტერიც და შეიძლება მოგიტანოს სრული თავისუფლებაც რა ასე რომ როდესაც ქრისტიანობა ამბობს რომ აი გენიალური ფრაზაა რომ სასופველი ღვთისა თქვენ შორის არსო და იონე ოქროპირი ამბობდა რომ ადამიანს დავალებული აქვს თავად გახდეს ღმერთი ეს რას ნიშნავს არჩევანი შენ უნდა გააკეთო უნდა თქვა რომ მე ვარ მთავარი მე ვაგებ პასუხს ცუც მომიტანს ვაგებ მარტო დავრჩები აი ამ კოლექტიური ნათესაობისგან თუ ოჯახისგან და მომშივდება მე მომშივდება მექნება იმდენი მექნება რომ მოკლედ აი
ვიმყოფინებ, ოღონდ მე ჩემი თავისუფლება მირჩევნია. მთავარია შენ რაზე ხარ წამსვლელი ამ თავისუფლების გამო. თავისუფლებაც და ოქროს გალია ერთად არ არის. თავისუფლება ნიშნავს შენი შრომით ცხოვრობ, რამდენიც გაქვს, იმდენიც ყიდულობ, იმდენი გაცვე, მაგრამ თვითონ ეს თავისუფლებას აქვს ისეთი ბედნიერება ურთიერთობებში, რომ შენ ამით ხარ სიხარული ეს არის. ხო, აი მე მყავს რაღაცა წრე მეგობრები, სადაც ჩვენ შევიკრიბებით, დავდგებით და გიჟებივით ვიცინივართ რაღაცებს ყვებით, რაღაც ესეთები ვიყავით სულ, რაღაც ვღადაობთ ყველაფერზე და იმ მომენტში ვხვდები, რომ ამაზე მაგარი ცხოვრებაში არაფერი არის. რა მიღწევა, რა კარიერა, რა ნონახიდაშელი, მაგათან რომ ვზივარ და რაღაცებს ვყვებით და ვღადაობთ, დაწყებული ამ მსოფლიო სიგიჟიდან, აი რაღაცა თითქოს სიხარული შემოდის. ყველაფერი სისულელია ხვდები. აი ყველაფერი სისულელია. მე ვარ დღეს 51 წლის. აი დედას გეფიცებით თუ ვიცოდე, როდის გავხდი ამდენის რა? თუ გუშინ არ მეგონა, რო 16 წლის ვიყავი, თუ გუშინ არ მეგონა ეზოში რო ჩავდიოდი და რეზინობანას რო თამაშობდი, არ ვიცი და კიდე ნუ რამდენი დამრჩა 20, 30, ნუ მაქსიმუმს ვიძახი თუ შეიძლება 3-ც არ დამრჩა. ხალხო, რას ეწირებით ამ ცხოვრებაში? აი რა ვის წირავთ ამ ცხოვრებას? და რა მე კუბოში ჩაგაწვენენ და თქვენზე ილაპარაკებენ რომ იმაში რომ ქართული მოთქმული თქვენ არ ვიცით თუ არა დიდი მუხრანი რომ მოკლეს და ეს იყო გმირიო და თავს რომ წამოყავს ჩემზე ლაპარაკობენო ქართული მულტფილმი ეს მტრობა მაგრად მეცინება ამ მომენტზე რომ ნუ ეს ფრაზები რომ შე რომ მოკვდები შენს აი რა მაგრად ფეხებზე მყიდია მე რომ მოკვდები ჩემზე რა ზილაპარაკებენ რა თავარია რომ ცხოვრობ როგორ ცხოვრობ აი ჩართული მინდა ვიყოთ ჩვენ რეალ ხო მინდა ჩავერთო ამ ცხოვრებაში რაღაცა გამიხარდეს ადამიანს რომ დავინახავ კი არ პოზა კი არ დავიჭირო იმისავით რომ აი ხა როგორ გავიარო ნახე აი რა მაგარი გოგო ვარ მინდა რომ მივიდე და რაღაცა უთხრა და ჩავეხუტო და გავიცინო და რაღაცა არ ვიცი რა რაღაცა სისულელეს ვწირავთ ხვდები ამ ბედნიერებას ამ სიხარულს და მე რა ეპოქა წამოვიდე ხა ტაქსით მოვედი და როგორი ჩემი ასაკის ტიპი იყო და მაგას მიყვებოდა რომ შენო წარმოგიდგენია ბავშვობაშიო მანქანით რომ ჩვენ სკოლაში წავიყვანეთ ვინმე საერთოდ ფანტასტიკს რა მაგარი წიგნებიც უნდა წაგეთრიაო მარტოც უნდა წასულიყავიო იქიდან ბავშვები მოვდიოდითო საცობებზე ვლაპარაკობდით ყველა სკოლასთან საცობი იყო და რაღაცა სხვანაირი სილაღე და ეხლა რაღაც ბავშვები ერთმანეთს არ იცნობენ სკოლაში სახელი და გვარები არ იციან ხო აი ამ ჩაკეტილობას მოაქვს მე ეს დეპრესია ხვდები მე ისე დეპრესია და ხა როგორ ფსიქოლოგი გეტყვიეს რაღაცას მე ეს ბავშვები რა თქმა უნდა ხა ინტერნეტი იძლევა დიდ საშუალებას რომ ისწავლონ უსმინონ მაგრამ ნახე ახალი დილემა ეს თეორია ვერ გადმოაქვთ ცხოვრებაში არსებობს ხო ესეთი გამონათქვამი რომ გზის ცოდნა და გზაზე სიარული ორი სხვადასხვა რამეა. თუ შენ ეს თეორია არ გადმოიტანე ცხოვრებაში, ანუ ეს ენერგია თუ შენში არ წამოვიდა ამ სილაღის და სილაღის ენერგია ხალხო მოდის პროექციებში, არ დაიჯეროთ ერთმანეთის გარეშე თქვენ განვითარდეთ. იმიტომ რომ მეგობარი რო გაჩვენებს შენს ნაკლს, ეგრე ვერ გაჩვენებს ვერავინ, გამორიცხულია. და ამ ჩაკეტილ ურთიერთობებს მოაქვს თეორიები, თითქოს ყველა მედიტაციები, აი ეს პროგრამა ვიყიდე, ის პროგრამა ვიყიდე, რო უსმენ უკვე სიგიჟემდე, მაინც ჩაკეტილები რაღაცა შფოთვებში, იმიტომ რომ ეს ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიხსნას, აი რაღაც უნდა გაიხსნას და გამოვიდეს ეს ენერგია და მე ყველაფერი აზრს კარგავს ხდები, იმიტომ რომ მე აღარც იმას აღარ ეშინია შენი, აღარც ის არ ცდილობს, რომ შენთან რაღაცა ტიპი გამორჩეს. მე აღარც ნაოჭების აღარ ეშინია, აღარც ცუდი ტელეფონების აღარც რომ ამ ბრენდებით აღარიარო და მე თავისუფლები ადამიანი რა. აი მართლა ასხივებთ ამ თავისუფლებას და ძალიან შესაშური არის თქვენი რაღაცა კონდიცია ცხოვრების ამ ეტაპზე და ჩემთვის მამოტივირებელიც, იმიტომ რომ კი რეალურად დღის ბოლოს მარტო ჩვენ ვრჩებით ჩვენ თავთან და რა სიტყვის ხალხი ამას რა ვიცი ძალიან მცირე მნიშვნელობა უნდა ქონდეს ჩვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ ნინი გაიაზრეთ ხალხო არავინ არაფერს არ ამბობს, არავინ ყველა იძინებს მაგ შიშით. რა სიტყვის ხალხი და მაშინ ვიღა ეს ხალხი საერთოდ არ მაინტერესებს. ვიღა ეს ყველა არის შეშინებული. გაგვაგებინეთ ეს ხალხი ბოლოს რა სიტყვის. თქვა ხალხმა ჩემზე ხა თქვა რომ აი მაგალითად რა სულელია, ანუ რა არა ნორმალ. მე
ამით ჩემთვის რა იცლება, ხა მე წავალ ამ სტუდიიდან გავალ, ფეხით გავუყვები ჩემი შეგრძნებებით, რა იცლება, გვერდით რო ჩამივლის ადამიანი ჩემზე რა სიტყვის, თუ მე აქ კარგად ვარ და თუ მე აქ ცუდად ვარ, ასევე რო ჩამივლის და იტყვის ვაიმე რა კარგი გოგოა, რა იცლება, ხო? შენ აი შენ სიმძიმესთან ან შენ სილაღესთან ცხოვრობ. ნუ ავიღებთ პასუხისმგებლობას სხვისი ფიქრების და დამოკიდებულებების გამო, ალბათ ეს იქნება ყველაზე სწორი რჩევა. მოდი ახლა ვისაუბროთ თემაზე, რომ ერთი არის რომ გავიაზრეთ, რომ ვართ ამ მოჯადოებულ წრეში, ვართ ეგრეთ წოდებული, ახლა ძალიან გატრენდებული სიტყვა არის people pleaser-ები, ანუ ადამიანები, რომლებიც მუდმივად ორიენტირებული არიან სხვისი სიამოვნების მოტანაზე და ამ დროს საკუთარ მოთხოვნილებებს უკანა პლანზე წევენ და გავიაზრეთ, რომ ვართ ეს people pleaser ადამიანები, არ გვაქვს პირადი საზღვრები, მაგრამ ნუ გვიჭირს მოქმედება. გავიარეთ ძალიან ბევრი ტრენინგი, მოусვინეთ ბევრი პოდკასტი. ტრენინგით მაგას ვერ შეცვლი. ეგ იმ მომენტში უნდა შეცვალო. თეორიული ცოდნა მივიღეთ. ეგ როგორ ცვლის იცი? ნინუ ყურა ცვლილება როგორ მოდის გეტყვი. აი, როდესაც მე ხა შენ გიყურებ და ეგრევე ვიჭერ, რომ მინდა გავაკეთო, მაგრამ ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ შენ არ გეწყინოს ან შენ ცუდად არ შემაფასო, აქვე ვანგრევ ამას და ვამბობ, რომ მოდი რა დავიკიდო, რა მოდი რაც უნდა, რა მოხდება, აბა რას იზა, აი მე ეს გავაკეთე. ადრე წლების წინ თქვი, მოდი აბა ინტერესისთვის დავდგები ფაქტის წინაშე, რას იზავს ეს ადამიანი, წავალ ბოლომდე გართულებაზე. არაფერი არ ქნა. ანუ ვაბანკზე. სულ ვაბანკზე მივდიოდი. არაფერი არ მოხდა. ვიღაცამ ვაფშე წავიდა შენი ცხოვრებიდან ვერ გაიგო. ვიღაცას პირიქით ესეთი უფრო მოეწონე, ვიღაცამ ჩათვალა რომ ხო ესეთი ხარ და всё. ანუ საერთოდ არ არის კატასტროფული რაღაცა შედეგი, რაც შენი ტვინი გიხადავს, ხვდები და ეს პიპლიზერობაში, რასაც ამბობ, მაგის უკან ეგოცენტრულობა და სიყალბე დგას, დამიჯერეთ ხალხო ამაში კეთილშობილება არაფერი არა. იმიტომ რომ შენ მასე იქცევი, იმიტომ რომ სულ შენ იყო განდიდების თემაში, რომ შენზე რო კარგს ამბობენ, შენ ისევ კარგი გოგო, კარგი ბიჭი სინდრომთან. ხო, აი რაღაცა ესე ეგოცენტრული ოლიმპოზე ადიხარ და ნუ ოლიმპოდან რო ჩამოვარდები, ეგ არის ყველაზე კატასტროფა, თორე დაუცილებლად ჩამოვარდები და ჩამოგაგდებ საკუთარი გონება. ხალხო, თქვენი ყველაზე დიდი მტერი და ყველაზე დიდი მეგობარი თქვენი არაცნობიერია. თქვენ არაცნობიერში ცხოვრობს ეს რაღაცა თქვენგან განდევნილი, ნახევარი პიროვნება თუ უფრო მეტი არა ვიდრე ხართ და ის მუდმივად ცდილობს გაცნობიერებას. ეს არის პრინციპი ჩვენი ფსიქიკის. და შენ ამისთვის იბადები, იმიტომ რომ ის უნდა შემოგიერთოს, იმიტომ რომ შენ უნდა გახდე დიდი რაღაცა უფრო დიდი მასშტაბის, რაც შენშია. როცა შენ მას არ უშვებ, ასე ვთქვათ, ნებაყოფლობით, ის შენ გივარდება ძალით და ამას ვეძახით დესტრუქციულ აშლილობას, ამას ვეძახით რაღაცა შეჭრებს ცნობიერებაში სხვადასხვა უკვე შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემებით. არავინ არ იჭრება თქვენი საკუთარი ჩრდილის გარდა, ეს ჩრდილი თქვენ ხართ, ხვდები? აი ნახე რა არის ჩრდილი თუ გაინტერესებს, აი მე ნონა რომელიც იყო ოდესღაც ესეთი ბავშვი რო აი დიახ და არ ეწყინოს და დღევანდელი ნონა რო აი ეს ნონა დღევანდელი ჩემი ჩრდილი იყო წეღარო გითხარი ფოტოებზე მეთქი რატომ აქ ესეთი სახე ანუ ხასიათი რო სახეში გადაგივა მეთქი ხასიათი გადამივიდა სახეში თორე ჩემი 20 წლის ფოტოები ნახე როგორი მომღიმარი თბილი რბილი მზერა მაქვს იმას ხასიათი გადამევიდა სახეში და აღარ მომწონს ეს ფოტოები და მივხვდი რომ არა ეხა ეს ხარ ნონა და მეთქი მიიღე. всё, ეხა ეს სახე მივიღე, ხვდები, რაღაც ესეთი სწერვული, რომელიც თითქოს შიგნიდან მაინც იმასო. და არ ცდილობთ რომ რაღაცა ვიღაცისთვის კან გაიპრანჭოთ არ ზედმეტად გაიღიმოთ, იმიტომ რომ თქვენ ისე გადამევიდა სახეში რომ მივხვდი რომ აღარ გამომდის რა. ხო, მე მაგ ყველაფერს იყიდებ, საერთოდ აღარ მოდის, მაგრამ იმდენად ხარ შენს თავში რომ ეგეთი რაღაცები აღარ მოდის. მე სწავლობ ბუნებრივ ურთიერთობებს. ანუ მიხვედი, უთხარი, გითხრა, მოგეწონა, არ მოგეწონა, დავიშალეთ და რომ მიდიხარ ადამიანისგან, აი ფიქრები აღარ მოყვება ეს როგორ მაკადრე, აი ადრე მე მახსოვს ეგოცენტრული ტიპი რო იყო, აი ყველაფერი, რასაც იტყოდენ, მეგონა ჩემზე ამბობდნენ, მიხვდი? ახლა ეს დღეს რომ მუშაობ ადამიანთან, ბევრია. დღეს მაშინაც კი ჩემზე რომ ამბობენ, მაშინაც ვერ ხვდები და ანუ აღარ აინტერესებს ჩემს გონებას, რომ ჩემზე ამბობენ, აი აღარ
აღარ მიუყვები ფიქრით, რომ ნეტა ეს ჩემზე თქვა თუ არ თქვა, საერთოდ აღარ მიუყვები, მიხვდი? ტვინი აღარ ჭირდება ტვინს ესეთი ქაოსი რა. ტვინი ხვდება რომ აი მარტივად თუ შეხედავს სამყაროს ყველაფერი ძალიან მაგრად გამოგდის რა. ხასიათზე მიდიხარ თითქოს ვინც ხვდება ისინიც ყველანი ხასიათზე არიან და დამძიმებული გამოდიხარ და გეჩვენება რომ ყველა დამძიმებულია. რეალურად შენი აღქმა არის მანდ მთავარი როგორ აღიქვამ სამყაროს როგორ აღიქვამ გარემოს შენთან მიმართებით. ძალიან საინტერესო იყო და როგორც მივხვდი ასე ვთქვათ თქვენ დანაშაულის და სირცხვილის შეგრძნებას როგორ გაუმკლავდით? მოკლედ ამაზე რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ როდესაც პირველ არას ამბობ და ამ რაღაცა საზღვრების აშენებას იწყებ შენ სირგულივ, მაინც მოდის სირცხვილისა და დანაშაულის შეგრძნება. აი, თქვენი გავაცილება რომ გაგვიზიაროთ და პრაქტიკული რჩევებით რომ მიცეთ, ჩვენ მსმენელსა თუ მაყურებელს. დანაშაულის და სირცხვილის შეგრძნება წეგან გითხარი, როგორც შიშის შენი ტვინი აკეთებს ამას. ანუ ესე მოვიქეცი, ფეხი გადამეჭრალ და წავიქეცი და უცებ წამოვიდა სირცხვილის, მაგრამ ისეთ მაგალითს ვთქვი რა. სირცხვილის გრძნობა და უცებ ვასტოპებ ჩემ თავს და ვამბობ, ხა აი ფეხებზე რატო არ მკიდია? იმათი აზრი, როცა მე წავიქეცი და ფეხი მეტკინა რა და ვინ არ წაქცეულა. აი ამ აზრებს როგორც კი შემოუშვებ და იცი ენერგიაც სხვა შემოდის, რომ სწორდები უკვე სხვა ძალით უყურებ ამ ადამიანებს რა. იმ მომენტში, როდესაც შემოდის სირცხვილის გრძნობა, ნუ დავაშავე, ესე დანაშაულზე მაქვს ესე. ხო დავაშავე, ცუდად მოვიქეცი, ნუ რა ვქნა რა, მეტი არ შემიძლია. აი ამისმა მიღებამ, რაც ჩემმა მასწავლებელმა მასწავლა ერთ დროს, რომ იცი რა, კინო იტყვი რომ თავის მართლებას კინო დაიწყებ რომ აი რაღაცა თქვი რომ აი არ შემეძლო მეტი და მე რომ გადავხედე მე ჩემს ცხოვრებას ხა შეგნებულად ბოროტი ვიყავი მეთქი ვერ ვიტყვი ხა ძალიან ბევრი ნაკლი მქონდა მაგრამ ნუ ეს არ მქონდა მაგრამ არის მომენტები როცა ვერ აკეთებ ისე როგორც აკეთებ აი წეგან ბავშვობაზე რაც მოგიყევი და მე მივხვდი რომ ნუ აზრი არა აქ აი რატო უნდა დავიტოვო გზნობა როცა სხვანაირად არ გამოვიდა და ვარ ხო სუსტიც ვარ შეიძლება მომენტებში ცუდიც ვარ და ეგოისტიც ვარ, რა ვქნა და თუ მოვიდა ადამიანმა და მითხრა, იცი რა, ესეთი ხარ, ვეუბნები, ესეთი ვარ, მერე აი მერე რა გინდა, მოდი ახლა აი რას ვაკეთებთ ხა? დუელში მიწევ თუ უბრალოდ მიდიხარ ჩემი ცხოვრებიდან თუ რჩები, ნუ ყველაფერზე თანახმა ვარ, მაგრამ მე ვარ ესეთი. და აი მე ვეღარ მიუყვები ამ დანაშაულს. ხო, მიღებული მაქვს ის რომ შეიძლება ცუდიც ვარ, შეიძლება ხისტიც ვარ, შეიძლება არასასიამოვნოც ვარ, სასიამოვნოც ვარ, ანუ ყველა ვერსია მაქვს ჩემი თავის მიღებული და თუ შენ იმ ვერსიაზე ხარ ჩაციკლული რომ მე როგორ შემეშალა და მე როგორ შემრცხვა, მაშინ გამოსავალი არ არსებობს, ნინი. არ არსებობს გამოსავალი. ამას ქვია ამპარტაონება და გაბერილი ეგო. მაგრამ თუ იტყვი რომ ისეთივე სუსტი ვარ, ამას თქვი და ახლა კომენტარი წავიკითხე. შენ თავს რო ეუბნები რომ შენ ხარ არავინ, ეს ძალიან გაკნინებს, ეს არ გაკნინებს, შენ მართლა არავინ ხარ, იმიტომ რომ შენ ერთი ადამიანი ამ უზარმაზარ galaktikაში, ერთ რაღაცა ჭანჭიკ galaktikაში, ერთ პლანეტაზე წამომждარი არაფერი არ შეგიძლია, ხვალ რო ფეხი გაგიჩერდეს, ვაფშე წაიქცევი ქუჩაში და ვერ აკრიფავენ და ინსულტი რო დაგემართოს, საერთოდ დაგავიწყდება შენი სწავლა, შენი განათლება. ანუ იმდენად მყიფე სხეული გაქვს, იმდენად უნარო ხარ, ვერ უნკლავდები შიშებს, ვერ უნკლავდები სურვილებს, არაფერი არ შეგიძლია და ამ დროს თავი ყოვლის შემძლედ მიგაჩნია. ხალხო, ამაზე დიდი ინფანტილურობა გაგიგიათ? ინფანტილიზმში ცხოვრობს, ყდება, იბადება ადამიანი და ნუ აი ახალგაზრდობასა აქვს რომ გონია რომ გორას მოგლიჯავ, მაგრამ მე ასაკი რომ მოდის ეგრეც არ არის, შეიძლება ძალიან განათლებული იყო და ვერ ქნა, მაგარი გოგო იყო და პირა ცხოვრება ვერ მოიწყო, მაგარი ფეხბურთელი იყო და საერთოდაც არ გამოგივიდეს ეს ფეხბურთი. ძალიან ბევრი ფაქტორი თამაშობს რომ შენ ცხოვრება ისე წაიყვანე როგორც შენ გინდა. ეს უნდა მიიღო. უნდა მიიღო რომ შენ ხარ ესე ძალიან არ ხარ უსაფრთხო სამყაროში დაბადებული, შენი სხეული მყიფეა და შენი უნარები საკმაოდ შეზღუდულია. ამას რო იღებ, როგორღა შეიძლება თქვა არ გაიაზრო ის, რომ ხო დიახაც არავინ ხარ. არავინ ხარ და რაღაცა მომენტებში შეიძლება საერთოდაც ისეთი უნარები გამოავლინო 0, რაღაც მომენტში 100. აი ეს მაქვს მიღებული ხვდები და ეს იმდენად კარგად გავიაზრე და ამას ვეძახი მე საკუთარი თავის გაგებას, რომ მე რო გავიცანი ჩემი თავი, მე მარტო ნონა მოაზროვნე კი არ დავინახე, მე ნონა არარაობაც დავინახე ხვდები და მე ეს აკრობს მაგას, რას ქვია მე შემეშალა. რას ქვია შემეშალა კი რა, როგორ არ მეშლებოდა საერთოდ რა, ისეთი აზროვნებით ცხოვრობ და დანაშაულის გზნობას აკრობს ეს რა და
სირცხვილის გრძნობაზე ეს მიდგომა, რისი მცხვენი ესეთი ვარ რა. რაღაცა სულ იდეალური ვერ იქნები, ხვდები, ასაკში შედიხარ ხან ნაუჭები გიშდება, ცელულიტები გამოგდის, ზღვაზე იხდი, всё, ეს არის შენი სხეული, მორჩა რა. ამ სირცხვილს კიდე მიაქ იმხელა ენერგია, რომ ვეღარ ცხოვრობ. ძალიან ემოციურად და ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ თავიდანვე თუ ესე მივაწოდებთ ურთიერთობაში, ნებისმიერ სახის ურთიერთობაში იქნება ეს პარტნიორულ თუ მეგობრულ ურთიერთობაში, რომ მე ეს ვარ, მიღებ, არ მიღებ, მიღებ. მე რო ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობები ბევრად უფრო ჯანსაღი იქნება და ბევრად უფრო მყარი, ვიდრე რომ თავიდანვე რაღაც ნიღბით ვიწყებთ, იქ რაღაც აი ცუდი ხასიათი მაქვს მაგალითად და მინდა რომ ჩემ პარტნიორთან სულ გაღიმებული ვიყო, მაგრამ ოდესმე მე ხო დავიღლები ამ ნიღბის ტარებითაც და რეალურად მოგემატება მაგრად დაიღო. და რეალურად მერე იწყება უკვე ის პრობლემები ურთიერთობაში და ის ურთიერთგაგების ჩამოშლა, რაც თურმე საერთოდაც არ ყოფილა. ამიტომ თავიდანვე თუ ურთიერთობაში ესე შევალ, რომ მე ესეთი ვარ, ეს ნაკლი მაქვს, ეს ნაკლი მაქვს, მიღებ, არ მიღებ, დავიშალოთ. ალბათ ბევრად უფრო მარტივი იქნება ცხოვრება და ამ ტოქსიკურობის გარეშე ვიცხოვრებს, იმიტომ რომ ხანდახან მართლა მივიუტყვით ამ ტოქსიკურობისკენ, იმიტომ რომ ჩემს გარშემო მართლა ვიცი ადამიანები, რომლებიც არ ვიცი, ხა ვერ ვიტყვი რომ გამიზნულად, მაგრამ რაღაც მუდმივად ერთ პატერნზე, ერთ გზაზე რომ ტრიალებ და ვერ სწავლობ წინარე გამოცდილებიდან რაღაცებს და მართლა მე მიჩნდება შეკითხვა. იცი რატო ნინი ადამიანებს გონიათ რომ თეორია ცვლის ადამიანს და ქმედებაში რო ეუნები შეცვალე, არა, მე ბოლოში დავდგები და შენი ლაპარაკე. გამოდი და ილაპარაკე, შეიძლება სისულელე თქვა, მაგრამ ხანდახან სისულელეც ხო უნდა თქვა, არა სულ სოლომო ბრძენი ხო არ იქნები. ეს ადამიანები მე თუ გითხრა ვერ იღებენ არასრულფასოვნად საკუთარ თავს. ამაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ვერ იღებენ. აი მაინც გონიათ რომ სწორად ვიცხოვე, ქართულ სუფრაზე დაჯექი და usmeni, აი ჩვენ გავიარეთ ეს ცხოვრება სწორად და მოდი იმას გაუმარჯოს უკან რომ მოიხედავ არაფრის შეგრცხვება. რა არ შეგრცხვება, უკან რომ მოვიხედავ, ისეთ რაღაცებს ხედავ, რომ მეცინება, ესეთ სიგიჟეებს როგორ ვაკეთებდი, ზუსტადაც ვაკეთებდი და ეს ვიყავი, ხვდები? ეს არის რეალურად და მორჩა გავიარე, რაღაც ვერ გავიგე და არა ვართ ხალხო ღმერთები, მესმის რომ გვინდა ძალიან ვიყოთ, არა ვართ არც ღმერთები, არც სრულყოფილები და ვიცხოვროთ იმ მოცემული ცხოვრებით, რაც გვაქვს. იუნგი ამბობდა, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი ეს არის ადამიანი, რომელიც იმ მოცემული ცხოვრებით, რაც მას აბადია, რისი თავით მაგას აქვს, იმას გადის. всё, მორჩა რა. კეთილი. მოდი ახლა ვისაუბროთ ზოგადად ახალ თაობაზე. ახალ თაობაში ჩვენ ხშირად გვესმის მოვისმენთ ფრაზებს ჩემი სივრცე, პირადი საზღვრები და უფრო ხშირად ვსაუბრობთ ამ თემებზე და ვფიქრობთ, რომ წინარე თაობისგან განსხვავებით მეტნაკლებად უფრო ჯანსაღი აზროვნება გვაქვს. თუმცა დღეს რომ ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ და ვცდილობთ, რომ ცნობიერება ავამაღლოთ ამ თემებზე, ესეც რაღაცას ნიშნავს. როგორ ვფიქრობთ, რა ამ განაპირობა, ამ დამოკიდებულების შეცვლა და ცოტა აქაც ზედმეტებში ხო არ გადავდივართ? მე ვფიქრობ, გადაჭარბებულად. ზოგადად ეს ინტერნეტმა ქნა, ესეთი უცებ ბავშვებმა ტელეფონი აიღეს და ისეთი მესიჯები მიუვიდათ, რაზეც ჩვენ წიგნებში ვეძებდით და ვკითხულობდით და ჩაკეტილი იდეოლოგიაში ვიყავით. ქცევებმა მე დღეს არის სრულიად გაშიშვლებული სამყარო, ყველა იმას აკეთებს, რაც უნდა, სიგიჟის ეპოქაა ჩვეულებრივი. დღეს თავისუფალი ცნობიერება, ბჭყალებში თავისუფალი, მოცემული ცნობიერება განაგებს, ადგენს ამ კლიშეებს, ამ მოდებს, იმას და ამან მოიტანა თავისუფლება. ეს ბავშვები იდეოლოგიის ქვეშ არისდებიან, იმიტომ რომ ვეღარ მოახვევ იდეოლოგიას. ჩვენ თუ სკოლაში და წიგნებში ვატარებდით დროს, ეს ბავშვები უმეტეს დროს აი ამაში ატარებენ და აქ არის ყველაფერი, ყველა სიგიჟე, მაგრამ ეხლა აქ არის ახალი საფრთხე, ნინი. გაარჩიო რეალობა ტყუილისგან. ეს თაობა ამ საფრთხის წინაშე დგას ეხლა. დღეს ინფორმაციული ველიქტენის ყველაფერს და წეღან რაც ვთქვით, ახალი შაბლონები იმის, რომ TikTok-ი ხდება შენი მოდის გამსაზღვრელი, შენი ქცევის გამსაზღვრელი და კიდეც წამოვიდა, ხო? რაღაც ონლაინ თამაშები, ვიღაცა ბატონობს თავი მოიკალი, ეს მოიკალი. ხო, თავისებური პოზიტივი და ნეგატივი ყველას აქვს, მაგრამ ბევრად დიდი შესაძლებლობების თაობაა, მაგრამ ვიტყვი იგივეს, ფსიქიკა არის ფსიქიკა.
დალექვა ეხა ჩემი უბნელი ბიჭისგან შემოვიდა თუ TikTok-ზე რო ვიღაცა ბიჭმა მომწერა იმისგან მნიშვნელობა არა აქვს ცნობიერებაში ეს ბავშვებიც რო გაიზრდებიან მოუწევთ იმის გააზრება რა შაბლონებისგან შედგება ის რომ მათი შაბლონები არ გავს ჩვენ შაბლონებს ეს არაფერს არ ნიშნავს შაბლონი არის შაბლონი შაბლონი შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა ჩამოგიყალიბოს ჩვეულებრივად ასე რომ ადამიანი ეს არის მარად ძიებაში მყოფი ადამიანი რომელმაც უნდა დასვას კითხვა რომ აი ხლა ესე რომ მაცვია ესე რომ ვიცმევ ესე რომ დავდივარ ამას რომ ვირჩევ ეს ჩემი გადაწყვეტილება თუ სადღაც სოციალურ ქსელიდან შემოტანილი მოკლედ ინფორმაცია თორემ მასწავლებლები ფიზიკური აღარ არიან ავტორიტეტები სამაგიეროდ აი აქ გაურკვეველი არსებები არიან ავტორიტეტები ასე რომ მე ვფიქრობ ფსიქიკაში გავლა იგივე მოუწევთ და კიდე ერთი საშიშროება რაც არის გაჯეტების თაობასთან რომ ცოტა კომუნიკაციაში იკეტებიან აი ერთად ზიან ყველას ტელეფონი უჭირავს თითქოს აი ეს გახსნა ენერგიის აღარ მოდის და ეს აუცილებლად შეაწუხებთ ურთიერთობებში გაუჭირდებათ ძალიან და თითქოს არ იციან ურთიერთობები ასე რომ სამუშაო ყველა თაობას სხვასავით ექნება რა ყველა თაობას მაინც თავისი საზიდი აქვს თუმცა ჩვენს თაობაში ვფიქრობ რომ ხალხი რა სიტყვის ფრაზა უკვე მეტნაკლებად აღარ მუშაობს ხო ხალხი არა მაგრამ აი ეს ჩვენი ცხოვრობით ვიცხოვრობთ თუმცა ხალხი არა მაგრამ ნინ აი კომენტარები რა სიტყვის ფრაზა ხო მუშაობს ხალხი თქვენთან სხვანაირად მოვიდა ხალხი თქვენთან მოვიდა აი რაღაცა ფოტოს რო დადებთ თუ ვიდეოს და იქ რო კომენტარები წამოვა ეგ გმართავთ მე იმიტომ რომ ეს ატირებული ინფლუენსერები რო გამოდიან რომ რა დამიწერეთ რატო მიწერეთ ეს ვერ ვიგებ დედას ვიცავ რა სიგიჟეა რაც მე ჩემს ვიდეოებზე ნეგატიური კომენტარები მაქვს წაკითხული დაწყებული ჩემი გარეგნობა ჩემი ხმა ყველაფერი აბსოლუტურად ისეთი ნუ ძალიან უზრდელურიც ამაზე აი მაგან რანერად უნდა განსაზღვროს ჩემი პიროვნება ხო ნუ რა ხა ყველა ისე როგორ გაგიგებს როგორც შენ საუბრობ ეს ხო აბსურდია რა არ არსებობს ხო ცნობადი ადამიანი რომელზეც ნუ ან ერთი ლანძღავს მეორე აქებს ის ეს ხო და თქვენთან ეგ არის ხა მაგაზე დაიწყეთ ფიქრი რამდენად ხართ ამ შეფასებებზე და კომენტარებზე დამოკიდებული და ოჯახური წრიდან გამოვედით ნათესავები ჩავხსენით მაგრამ უფრო დიდ მასშტაბებზე მაგრამ იმ მასშტაბებში თქვენი ოჯახი და ნათესავებია შაბლონურად რა გონია ვინმე რა ისეთი ცნობიერების ხალხი იბადება არავითარ შემთხვევაში იგივე გადავიდა გარეთ ასე რომ ჩემ ბავშვობაში ეს ორღობიდან და სოფელში რო გალები იწყდნენ იქიდან თუ გადავიდა სკოლაში და ქალაქში და რაღაცა ჩვენს თაობაში ეს ყველაფერი შევიდა ტელეფონში ხვდები ასე რომ მნიშვნელობა რა პირიქით მგონია რომ ეხლა აი ყველაფერს გეშინი ადამიანი ბარში როდის ეშინია ვინმე ფოტო არ გადაუღოს მე არ დადოს და ნუ ამაზე ბულინგი არ წავიდეს და ამ ხრივ იცი რა არის შენ ბულინგს ვერ შეაჩერებთ ისე ვიტყვი ამას შენ უნდა გახდა ისეთი რომ გეკიდოს რა თორე შენ ვერასოდეს ვერ გააჩერებ შენზე რა სიტყვიან და რას არ იტყვიან და შენი ღერძი უნდა იყოს რა აი მთავარი აი შენი შინაგანი ღერძზე უნდა კონდეს სწორება რამდენად მშვიდად ხარ კარგად ხარ და ადეკვატური ხარ всё ეგ არის ყველაზე მთავარი. კეტილი, რომ შევაჯამოთ მაშინ ჩვენი საუბარი და გვისმენს ახლა ადამიანები, ვისაც მართლა გაუჩნდა სურვილი, რომ ეს პირადი საზღვრები მეტნაკლებად შეიქმნან, თუმცა მაინც ძალიან დიდი ცდუნება არის, როგორ ავუხსნათ ოჯახის წევრებს და დავანახოთ, რომ პირადი საზღვრები რეალურად არ ნიშნავს მათგან დისტანცირებას და მათი სიყვარულის ნაკლებობას, რომ პირიქით ეს დაეხმარება, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო ჯანსაღი გახადოს. იცი რა არის, თუ ვერ აუხსნი, მე იკეტები, ხა მე მაგალითად ქრონიკული მატყუარა ვიყავი დედაჩემს ვატყუებდი ყველაფერს, იმიტომ რომ არ მქონდა შანსი რა, ის როგორიც ვიყავი იმაზე ლაპარაკის, მაშინ ძალიან ყვიროდა მით უმეტეს ჩემი აზრები, ნუ რაღაცა 1900 რაღაცა წლებში და უკვე გარედან ვიქცეოდი ისე რომ ნუ ხო აი უქნევდი თავს და მივდიოდი. აი თუ ანუ მშობლებს გეტყვით პირდაპირ რა. თუ არ მიიღებთ თქვენ შულს ისეც როგორებიც არიან თქვენ უბრალოდ ვერაფერს ვერ გაიგებთ მასზე საერთოდ რა. დაგანახებენ იმ სახელს, რაც თქვენ გინდათ და მე ესე ვიცხოვრე. მაგრამ სამაგიეროდ აი ჩემ შულთან ეგ არა მაქვს რა. პირიქით იმდენად არ მინდოდა ეს ყველაფერი და
აქ მეგონი პირიქით და მე ყველაფერს მეუბნება ხანდახან ნომიყვები არ მინდა რა. ხო არ მინდა ხა მიდგომა რომ ზამპოხო ისტორია მაგ ყველაფერზე ბავშვი დაქალებით მელაპარაკება ყველაფერზე და მაგაზე დიდი ჯილდო და ალბათ რა ვიცი ბედნიერება მშობლისთვის არაფერი არ არის როცა შვილს შეუძლია ესე გახსნილად. მე რომ მქონდა ეს პრობლემა მე იმიტომ გავაკეთე ხდები. იმიტომ რომ როცა მე სახში არ გესაუბრებიან მე მიდიხარ ქუჩაში ეძებ და იქ ვინ გაგესაუბრება კაცმა არ იცის და ჩემ შულთან მივხვდი ამას რომ უკვე ტელეფონი რო ეჭიროს 24 საათი და ინტერნეტი და თუ მე არ ვეტყოდი ვიღაც ეტყოდა იმ მხრიდან და იქ მე არ ვიცი ფსიქოპათეზის თუ არანორმალური თუ ერთუჯრედიანი თუ ასუჯრედიანი და ამიტომ მირჩევნია რომ მე აუხსნა მე უთხრა დავანახო სამყარო ყველა თემაზე აი რა ვიცი პატარა იყო ყველა თემა მქონდა გახსნილი შეკითხვას დასვავდა ვეუბნებოდი მოდი ვისაუბროთ აბა რაღაცნაირად და ყოველ შემთხვევაში ჩვეულებრივად უყურებს უკვე სამყაროს აი არაფერი არ უყვირს რა ხა თვითონ რას გადალახავს როგორ გადალახავს ეს მისი ინდივიდუალური გზაა მანდ შენ ვერაფერს ვერ აკეთებ ძალა ჭირდება მაინც მაგრამ მშობლებს გეტყვით ერთ რამეს რა უბრალოდ ჩაკეტავთ ბავშვებს და მიიღებთ არა მეგობრებს მათგან და თქვენ ვერასოდეს ვერ გაიგებთ მათ ზე რა ხდება. თუ ეს თქვენ ეს გამშვიდებთ, კი ბატონო, ეგ თქვენი გადასაწყვეტია, რომ სირაქლე მას პოზაში ვიყო, რომ ოღონდ მე არ გავიგო, თუ ეს გირჩევნიათ და ისე ჩვენს კულტურაში კი არის ესე იყო ყოველ შემთხვევაში. თქვენი გადასაწყვეტია და თუ ეს არ გინდათ, მიეცით ბავშვებს საშუალება გითხრან და თუ ბავშვი გეტყვით ისეთ რამეს, რაც თქვენთვის წარმოუდგენელია, იმიტომ თქვენს რა აღქმაში და გაგებაში, ბავშვს კი ნუ მიუტრიალდებით, რაღაცა პოლის ჯოხით დაფიქრდით აბა იქნებ თქვენ გაქვთ შეზღუდული აზროვნება. ძალიან დიდი მადლობა ნონა მართლა ის სულგანებული გისმენთ და ვფიქრობთ რომ ჩემი მსმენელისთვის თუ მაყურებლისთვის ძალიან მამოტივირებელი იქნება ახლა თქვენი სიტყვები ის სულიერი სიმშვიდე რასაც არ ვიცი თქვენ ახლა მაყურებლები თუ ამჩნევთ მაგრამ მართლა რაღაცა გაცისკრომებული ხართ ჩემს თვალში იმიტომ რომ ის საოცარი სიმშვიდე მოდის თქვენგან და ცოტა შურს კიდეთ მაგრამ მართლაც რაღაცნაირად მიღწევადია ეს ყველაფერი და თუ თქვენ ფიქრობთ რომ რეალურად გაქვთ პირადი პირადი საზღვრების პრობლემა არ ჩათვალოთ რომ ხართ სუსტი შეიძლება ეს თქვენი ბავშვობის რაღაც ქვეცნობიერული ტრამვა არის მაგრამ აქედან გამოსვლა ყველა შეგვიძლია თუ სწორ რეფლექსიას გავაკეთებთ და დავფიქრდებით უბრალოდ რაღაცებზე და დავაპრიორიტეტებთ პირველ რიგში ჩვენ თავს ძალიან დიდი მადლობა და იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი ჩემს მაყურებელს და მსმენელს კი ვთხოვ რომ აუცილებლად გამოიწერეთ ნინი თოქს პოდკასტის ეპიზოდი არხი და ლაიქეთ ეპიზოდი ჩართეთ ზარისღილაკი რათა არ გამოგრჩეთ სიახლეები მე კი მომდევნო ეპიზოდამდე გემშვიდობებით